მშვიდობისა მიდიხარ თუ არა ხვალ ნაციონალური მოძრაობის აქციაზე ეს არის ჩვენი ინტერაქტივი ჩაერთეთ გამოკითხვაში ზარი უფაცო ასევე გამოგვიგზავნეთ თქვენი სატელეფონო შეტყობინებები ჩვენს Facebook გვერდზე სახელწოდებით რეაქცია ნაციონალები ხვალინდელ მიტინგზე მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ რა ხდება რაც გიშავებთ ეს მთავრობა და რატომ უნდა გადადგეს მოძალადე ნაციონალურ მოძრაობას ნებისმიერი მეთოდით დაბრუნების სურვილი აქვს და ყველანაირად სიცრუეს ავრცელებს რომ ხელისუფლება არის უნარო და უმოქმედო უნარობაში ალბათ ის უნდა მიიჩნიო რომ უამრავი სისხლი დაღვარეს იმ მოედანზე სადაც გროვდებიან და იმ ადგილზე აპირებენ დემონსტრაციის გამართვას სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაარბიეს მათი სხვა ქმედებების შედეგებსაც შეგახსენებთ როგორი წამებები იყო ციხეებში თუ გარეთ ასე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობის ხვალისთვის დაგეგმილი მიტინგის მთავარ მოთხოვნას გადადგეს მთავრობა გასიღავა კაცურიდა იქილოცა ამბობს თუ არა უარ სახალხო არტისტი საქართველოს მოქალაქეობაზე მოითხოვა თუ არა უკრაინის ხელისუფლებისგან პოლიტიკური თავშესაფარი დღეს საღამოსათზე რეაქციას ბუბა კიკაბიძე გახსნის რა აქვს სათქმელი და როგორია მისი რეაქცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირდაპირ ეთერში ვახტანგ კიკაბიძე ამორალურმა ხალხმა მორალი არ უნდა უკითხოს ადამიანებს 9 წლიანი ქრონიკის სახალხო ჩვენება რუსთაველზე ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ეპიცენტრი ზუგდიდი და თბილისი მოახერხებს თუ არა სააკაშვილის გუნდის შაბათს ქუჩაში ბევრი მხარდამჭერის გამოყვანას აქციამდე ერთი დღით ადრე ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთის პირისპირ რეაქციაში დასხდებიან 21 მარტის პრელუდია დღეს საღამოსათზე მივარდნენ ოფისში და ადგილი ჰქონდა მათი მხრიდან სწორედ ზალადობას ეს იყო რა თქმა უნდა პროვოკაცია რომელიც დაიგეგმა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ქვეყნის პრემიერი სააკაშვილის გუნდის პროვოკაციაზე ალაპარაკდა ნაციონალური მოძრაობა კი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვს გამოხდება ხვალ სადამდე შეიძლება მივიდეს პოლიტიკური პროცესები კვებითა და ჯოხებით შეხვა შემოხვა უკვე ვიხილეთ ხვალისთვის კი ხელისუფლების მხარდამჭერებმა ნაციონალების მიტინგის პარალელურად კონტრაქცია დაანონსეს მძიმე პოლიტიკური შაბათის მოლოდინში დღეს რეაქცია პოლიტიკურ დებატებსა და საზოგადოების რეაქციას ეთმობა მიხეილ სააკაშვილი მიტინგზე პირდაპირ ჩართვისთვის კიევიდან ემზადება როგორი იქნება ხელისუფლების პასუხი თბილისიდან საიულის ცივილიზებურად წნარად ჩვენს მაქსიმუმად შევუქმნით კონფორტს ვიწყებთ საღამოსათზე მარტის ნერვების თამაში და მოღრუბლულიცა ქართულ პოლიტიკაში მაშასე მიდიხარ თუ არა ხვალ ნაციონალური მოძრაობის აქციაზე ეს არის ჩვენი ინტერაქტივი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ზარი უფასოა და არეკე ჩაერთეთ ინტერაქტივში და ასევე გამოგვიგზავნეთ თქვენი მოსაზრებები ჩვენს Facebook გვერდზე სახელწოდებით რეაქცია რომელიც მთელი გადაცემის განმავლობაში გავა პირდაპირ ეთერში დღეს გვეყოლება ძალიან ბევრი საინტერესო სტუმარი ვფიქრობთ რომ წინ საკმაოდ საინტერესო რეაქცია გველის გადაცემას კი ხსნის საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ კიკაბიძე რომელიც კიევიდან გვერდება პირდაპირ ეთერში ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია და ამ ინფორმაციაზე და უკრაინული პრესა საღამომშვიდობის ბატონო ვახტანგ როგორ ბრძანდები ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია რომ ბუბა კიკაბიძე უკრაინის ხელისუფლებას თხოვს მოქალაქეობას რა გახდა ამის საფუძველი და მართლა აპირებთ თუ არა თქვა თუ არის საქართველოს მოქალაქეობაზე საინტერესო ისაა რომ კიევიდან გვერდებით ეხლა ზუსტად და რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია ინგა ვეხედა, მაგრამ კარგად გამოიყურები. დიდი მადლობა. თქვენც კარგად გამოიყურებით, მე გხედავთ. რა. ცერთან ძალიან ბევრი ხალხი მოდა და ქუჩაში მეკითხებოდა, როგორ იქნება ჩვენი საქმე, საერთოდ. უკრაინელები. მე უთხარი იქნება ყველაფერი კარგად და შეიძლება იმდენად კარგად, რომ მე ჩამოვიდე და მეს მოვითხოვო, რა ქვია იმას, რუსულად კაცო. თავშესაფარი. დიახ. ხუბრობა იყო რა ხე მაგაზე თუ იმნებ სერიოზულად რაღაცა თქვა სასაცილოც არის მაგის მოსმენა და გამეორება სერიოზულად მე ჩემს სამშობლოზე მეტად არაფერი არ მიყვას ამ ქვეყანაზე ეს ერთი და მეორე ამათ ზუსტად ის გასაჭირი აქვს რაც ჩვენ გქონდა ამაზეა მარტო ლაპარაკი ქუჩაში გარეთ სასტუმროში ყველგან მეკითხებიან ჩამოსული ხარ სტუმრად ხარ და მაინც აინტერესებთ ალბათ რა.
ანუ ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ეს იყო უბრალოდ თქვენი ხუმრობა შესაძლებელია იმიტომაც ერთგვარად დამაჯერებელი შეიძლება ბევრი ადამიანისთვის გახდა ეს რომ თავის დროზე თქვენ ასე ჩამოხვედით მოსკოვიდან და გადმოხვედით მთლიანად საქართველოში და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ როგორც წინა ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერი შესაძლებელია ბევრმა ჩათვალა რომ ეს საწმუნო ყოფილიყო ინფორმაცია ამიტომაც გვინდოდა თქვენი ჩართვა ზუსტად პირდაპირ ეთერში დიახ შეიძლება არ ვიცი მაგრამ გადას გამევლია თავში ეგეთი რამე. სისხლია კაცო. ბატონო ვახტანგ, საკმაოდ დიდი ხანი არ გამოჩენილ ხართ პირდაპირ ეთერში და საინტერესოა თქვენი თვალით დანახული დღევანდელი საქართველო. როგორი არის თქვენი თვალით დანახული დღევანდელი საქართველო? აი ახლა ამბობთ რომ იგივე პრობლემები აქვს უკრაინელებს, რაც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა, რა პრობლემებზე საუბრობ და რა პარალელებს ავლებთ. როგორია თქვენი თვალით დანახული დღევანდელი საქართველო? ნუ იმ პრობლემებზე საუბრობ, რომ აქ ნახევარი უკრაინა დანგრეულია კაცო. ეგ არის რაც შეეხება ჩვენს ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენთან იყო ძალიან შესამჩნევი და წარმოიდგინეთ დონეცკის რაიონი და იმის ვერტელა ორი ტერიტორია განადგურებულია მთლიანად და დგას ეს ტანკები და რაკეტები და ჯანდაბა და ჩემი დანახველი საქართველო მე ცოტა დავიღალი იმითი რომ ერთმანეთი არ უყვართ ხალხს ეგეთი რამე საქართველოში არ იყო არასოდეს ეხლა უფრო გამძაფრებულია ეს სიტუაცია რომ ერთმანეთი გვიყვარდა პატივს ვცემდით ნუ ჩანს ესე ჩემზე მაგალითად მე ძალიან დაზომბირებული ვარ ტელევიზორს რო ვთავ მე 1-2 საათი ვერ ლაპარაკობ ხოლმე რატომ ბატონო ვახტანგ რატომ ხარ დაზომბებული და რა სისტემის ტელევიზორში რაც შეიძლება არ იყოს რომ ერთი მეორეს აგინებს ეს შემოვიდა მოდაში ალბათ ახლა ხო და არ შეიძლება პოლიტიკოსებმა უნდა რაღაცნაირად დაარეგულირონ თავის საკითხები და ხალხმა ცოტა დაისვენოს ამოისუნთქოს მე ესე მგონია შეიძლება მეშლება მაგრამ თქვენ პირადად თუ გიგრძნიათ საკუთარ თავზე დაუშვათ იგივე რაზეც ახლა საუბრობთ რომ აი პირდაპირ ეთერიდან ხედავთ ერთმანეთის გინებას ლანძღვას თქვენ იყავით წინა ხელისუფლების ძალიან აქტიური მხარდამჭერი მიხეილ სააკაშვილის და თქვენ თუ გიგრძნიათ საკუთარ თავზე როგორც ქვეყნის ასეთ პოპულარულ მოქალაქეს საქართველოს სახალხო არტისტს რომ შესაძლებელია თქვენს მიმართ ყოფილიყო იგივე აგრესია სწორედ იმ თქვენი პოლიტიკური მხარდაჭერის გამო წინა ხელისუფლების მიმართ ასეთი რამ თუ გიგრძნიათ თქვენ? არა, მე ეგეთ რამეს ვერ ვიტყვი. უბრალოდ თვითონ სიტუაცია ძაბავს ორგანიზმს, ისიც მთლიანად სულ მაგაზე ფიქრობ რა. ბატონო ვახტანგ, დღევანდელი საქართველო, მე წეღანაც დაგისვით ეს კითხვა, როგორ გამოიყურება თქვენი აზრით ხელისუფლების ცვლილების შემდეგ? ანუ არის უკეთესობა, არის უარესობა თუ არაფერი არ შეცვლილა? საინტერესოა თქვენ როგორ ხედავთ ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს? ნუ უკეთესობა რაღაცებში არის, რაღაცებში არ არის. მე მგონი ეხლა რაღაც დაიზრა მათ, იმიტომ რომ შენებლობები დაიწყო, რაღაცები ხდება, როგორც მე ვიცი. მაგრამ პრინციპში უნდა უკვე სხვა რამისთვის მოვიცავლოთ ჩვენ. რაში? ქვეყნის სამშენებლობაში. უნდა მოვიცავლოთ, იმიტომ რომ მე სახეებით ვიცი ვინ ვის აგინებს უკვე, რომ აი ეს რომ გამოდის თქვა სახეზე ვიცი, რომ ვიღაცას უნდა შეაგინოს. მე ეს იტყვის რომ აი შენ დროს რო ესე იყო, შენ დროს ესე არ არის, ჩვენ რო ისა და თქვენ ესე აღარ მორჩა ამის დრო უკვე კაცო. ბატონო ვახტანგ, ერთი კითხვა მინდა თუ შეიძლება მე იმას არ ლაპარაკობ, რაც თქვენ გაინტერესებთ. მე ვიძახი, რასაც მე ვფიქრობ. არა, რასაკვირველია, მე იმიტომაც გიწევთ პირდაპირ ეთერში თქვენს და ნებისმიერ ჩვენ სტუმარს რომ ისაუბროთ ის, რასაც თქვენ ფიქრობთ და სწორედ ამიტომ ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო დამესვა ეს კითხვა, სწორედ ბუბაკი კარბიძისთვის როგორ გამოიყურება მისი თვალით დანახული დღევანდელი საქართველო. ბატონო ვახტანგ, კიევიდან გვერდთვები და არ შემიძლია არ გკითხოთ. ესეთი ნომერი პირველი თქვენ ამბობთ, რომ აი ქუჩაში მხვდებიან უკრაინელები და მესაუბრებიანო. როგორი არის მათი დამოკიდებულება დღეს თუნდაც იმ
ფაქტის მიმართ, რომ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან საკმაოდ მაღალ პოზიციებზე უკრაინაში. რაიმე ამის შესახებ საუბარი ხო არ ქონია თქვენ უკრაინელებთან? როგორ აფასებენ ისინი ამას? მისაღებია, პირიქით აგრესია? ამბობენ, რომ მაგათი იმედი გვაქვს. ყოფილი ხელისუფლების საქართველოს. აქ საშინელი კორუფცია იყო საერთოდ, მე უკრაინა კარგად ვიცი. საშინელი კორუფცია იყო და რეადველი არ არის ალბათ ამის ყველაფრის გაჩერება და მოცილება და რითი დამთავრდება ეს მე ვერ გეტყვით, მაგრამ პრინციპში დაინტერესებული არის ხალხი რა უნდა მოხდეს. ერთი კითხვა მინდა კიდევ დაგისვა, თქვენ ახლა იმყოფებით კიევში, გაქვთ კონცერტები, მე არ ვიცი, მე მგონი გვაქვს მასალა, რომელიც ახლა ეთერში გავა, თუ არ ვცდები იუშენკოსაც მოუკარით თვალი, ხო, თქვენს კონცერტზე, ძალიან ისეთი ანშლაგით მიმდინარეობს თქვენი კონცერტები. ეს ვისი მოწვევით მოხდა? ხომ არ გამოიწვია დაუშვათ თქვენი ესეთი ტურნე, ასეთი მრავალრიცხოვანი დასწრება თქვენს კონცერტებზე, სწორედ იმან, რომ თქვენ იყავით მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი და დღეს ისინი, ვინც არიან კიევში ხელისუფლებაში გადანაწილებულები, საქართველოსთან წასულები ხო არ მონაწილეობდნენ ამაში. იუშენკოს გამოჩენას რას უკავშირებ? არა, მე იუშენკოს კარგად ვიცნობ. ჩემი დაპატიჟებული იყო მესტუმრა თვითონ. მაგის გარდა ჩვენები მე არავინ არ მინახია. ბილეთები ძალიან ძნელად იშოვებოდა. და მე მინდა თქვა, რომ აქ ისეთივე კონცერტი იყო, როგორც მე ვატარებ საერთოდ ნებისმიერ რუსულენოვან ქვეყანაში. არაფერი ახალი ამაში არ არის. სააკაშვილი თუ გინახავთ მან ყოფნის პერიოდში, თითქვით რომ ჩვენები არ მინახავს კონცერტზე, მაგრამ პირადად თუ გქონდათ მასთან ან რომელიმე ძველი ხელისუფლების წარმომადგენელთან რაიმე შეხვედრა? არა. ელჩი ვნახე გუში. კონცერტზე მოვიდა. გასაგებია და კიდევ ერთ კითხვას დაგისვავთ თქვენი ნებართვით, რომ მითხრათ, რა არის დღეს მთავარი საქმელი ვახტანგ კიკაბიძის, რომელიც ეტყოდა საკუთარ საზოგადოებას, საკუთარ ქვეყანას რამეს, როგორც მოქალაქის და როგორც სახალხო არტისტის. გადავიდეთ სიყვარულზე, აღშენებლობაზე და ერთმანეთს გაუღიმოთ და ვაშენოთ ნელ-ნელა რა. მილიონი საქმეა საქართველოში. სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, დამთავრებული მშენებლობით და რა ვიცი, ყველანაირი კარგი საქმეებით. მე აი ეს ჩემი ნატურაც არის ალბათ უკვე. დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებ და ერთი ხომ არ შეგიძლიათ მითხრათ, რასაც ხედავთ ყველაზე დიდ გადადგმულ ნაბიჯს სიკეთისკენ, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ და ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რომელიც თქვენი აზრით შესაძლებელია გქონდეთ ახალი ხელისუფლებისგან. არა, ახლა მე რას ხედავ, იმისთანაც ვერაფერს ვერ ხედავ, უბრალოდ მე მინდა რომ რაღაცა დავინახო. ან იქით, ან აქეთ, ან რაღაცა და მე მგონი ეგეც ეგრეთ მოვა რა ნელ-ნელა ალბათ, მაგრამ უბრალოდ დრო გადის. დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ, მადლობა რომ ჩაგვერთეთ გადაცემაში. კარგად ზანდებოდეთ. მაშასა ეს იყო კიევიდან ვახტანგ კიკაბიძე, საქართველოს სახალხო არტისტი, რომელიც ამბობს, რომ მან იხუმრა და რასაკვირველია, როგორც იგი ამბობს, სიმართლეს არ შეესაბამება უკრაინული პრესით გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს კიკაბიძე უარს ამბობდეს საქართველოს მოქალაქეობაზე. იგი ამბობს, რომ მას უბრალოდ კონცერტები აქვს და არც უფიქრია მსგავსი რამ. ეს ვახტანგ კიკაბიძე იყო რამდენიმე წუთში ჩვენ დავიწყებთ პოლიტიკური შეფასებების, პოლიტიკური განცხადებების მოსმენას. მანამდე კი კიდევ ერთი თქვენთვის ძალიან საყვარელი ადამიანი, მსახიობი ბაადურ წულაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და მე მასთან მინდა დავსვა იგივე შეკითხვა, ბოლო შეკითხვა, რითიც დავასრულებ მე ბატონ ვახტანგთან საუბარი. საღამო მშვიდობის ბატონ ბაადურ, დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. როგორც ზანდებით, მადლობა რომ გამონახეთ დრო ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონ ბაადურ. არა მისავს მიდიხარ თუ არა ნაციონალური მოძრაობის აქციაზე, ასეთი არის ჩვენს მიერ დასმული. არა, არ გინდა, ნუ გააგრძელებ, არ მივდივარ, რასაკვირველია. რატომ ნუ გავაგრძელებ, დამასრულებინეთ კითხვა ბოლოს. არა, კი ბატონო, გაასრულებ. რატომ, ანუ, აი, მაინტერესებს თქვენი შეფასება. დიახ. ხოდა გეტყვით, იმიტომ რომ მე არ მიმაჩნია, რომ ჩემი ადგილი იქ არის, იმიტომ რომ მე არ ვიზიარებ მაგათ იმათ პროგრამებს და მაგათ
და ამიტომ რატო უნდა ვიყო, ჩემთვის გაუგებარია. ესე იგი, მაგათ წინაამდე ვიყავი და ამათ მიტინგებზე ის ხო არა ვარ, ის ეძღვერაძე ბარნაბა ხან იქით რო იყო და ხან აქეთ, კაცო. ყველა პარტიის წევრი რო იყო. დიახ, ბატონო ბადუ, თქვენც მინდა დაგისვათ იგივე შეკითხვა, როგორიც დაუსვი ბატონ ვახტანგ კიკაბიძეს. მთავარი მოთხოვნა იგივე ხვალინდელი აქციიდან თუ კი გამოვალთ, ეს არის ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა გადადგეს მთავრობა. რა სიტყვით თქვენ, რამდენად გაგიმართლათ მთავრობამ ის მოლოდინი და ის იმედები, რომელიც ჰქონდა თქვენ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ? მე იცით რაშია საქმე, მე საერთოდ არცეთი მე საერთოდ მთავრობასთან ვარ სხვა დამოკიდებულებაში. მსოფლიოში ჩვენ რატომღაც გვინდა იყოს იდეალური მთავრობა. მსოფლიოში არსად არ არსებობს ის მთავრობა, რომელიც ყველას მოწონდეს. არ არსებობს ეგეთი მთავრობა. ჩვენ რატომღაც გვეგონა, მე არ მეგონა, რომ მოვა ახალი მთავრობა და გავიღვიძებ და სხვა სახელმწიფოში ვიცხოვრებ. კაცო, რამოდენიმე საუკუნეა უკვე და ერთ ამ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, რაც არის, ხო? ხო და რატო ეგონათ ხალხს, რომ ახლა მე არ მინდა გავემეორო დეგოლის სიტყვები, რომ რატო ეგონათ ამ ხალხს, რომ მე რაც დავპირდი, იმას შევასრულებთ. თლათ ესე არ არის საქმე. რა საკვირველია, ჯერ ერთით დახვდა ამ მთავრობას ძალიან ცუდი ისა პირობები, რაც ისა, ხო? მე ესე მგონია და მე არის ცუდ პირობებში იქნებ უფრო და ამი კონკრეტულად თქვენ ძალიან დიდი ხანია პირდაპირ არ გამოჩენილ ხართ, დიახ. მე ხო, ამიტომ მე ვერიდები და უბრალოდ დღე რატომღაც ძალიან შემეხვეწეს და ვიფიქრე, მე გეტყვით, სულ ვიღაცას რა თუნდა, სულ ვიღაცას იჭერენ, სულ ციხეები დატენილი იყო, ესე იგი, სულ ეს ჩვენი პირველი პირი სულ ტელევიზორში გა სულ რაღაცებს ისა სულ ამას აშენებდა აღარ მინდა ეს კაცო აღარ მინდა იყოს ცუდი მთავრობა და ნელ-ნელა რაღაცა მოხდება კაცო რა არაფერს სულ რაღაცას პირდებოდა სულ რაღაცას გვაშინებდა ამას გიზამ იმას გიზამ დატენილი იყოს ციხეები ეს ხარ ჩემი გამოგონილი ხო არ არის კაცო ჩემი გამოგონილი ხო არა დიახ, აი თქვენ ამბობთ, რომ იყოს ცუდი მთავრობა მირჩევნიაო. დღევანდელ მთავრობაზე რა სიტყვით? აი თქვენ თქვით, რომ მე არ მქონიაო რაღაცის დიდის მოლოდინი, რომ რამეს ეხლა უცებ შეცვლიდა დაუშვათ არჩევნების შემდეგ, მაგრამ აი რა შეგიძლია თქვათ, რამდენად გაამართლა ქართული ოცნების, ქართულმა ოცნებამ ხალხისთვის მიცემული იმედები, დაპირებები? ესეთ რაშია საქმე, ჩვენ გვაქვს ტრადიცია, კარგი მსახიობები გვაქვს, კარგი ისა წერლები, რა ვიცი, რეჟისორები, მხატვრები, აქეთ-იქით. ჩვენ ვართ ახალგაზრდა ქვეყანა. აბსოლუტურად არ გვაქვს პოლიტიკო, ახლა ზოგჯერ მე ტაქსში მივთქვა და მეუბნება, რომ ესენი არ ვარ. კარგი მესკი, ესენი არ ვარ. კარგი, მაშინ ვიგინდათ. ყველას გონია, რომ ეს პოლიტიკოსება არის, ესე იგი, ძალიან ადვილი საქმე. ეხლა რეიგანი იყო მსახიობი, მაგრამ იმან უშველებელი გზა გაიარა, სანამ გახდა პრეზიდენტი. ჩვენ მაგის დრო არ აგვაქვს. ხო და ამიტომ ესე იგი ხო ხედავთ კადრები ხან ერთს მოხსნიან, ხან მეორეს მოხსნიან. ამაში არაფერი გასაკვირი, გასაოცარი არ არის. ძალიან ჯერჯერობით არის ესე იგი ცუდი არა. ნუ ახლა თლად მაგარი მთავრობა არ არის. ნუ ახლა არ არის ეგეთი კადრები, არ აყვავს სათყვას ამიხსენით ჩვენ საქართველოს ამდენი პოლიტიკოსი. არ არსებობს. ნუ რაფერ შეიძლება მოთხოვო იმას. მსახიობები ყავს, მწერლები ყავს, რა ვიცი, ყველაფერი რა ქვია, ხელოვნების ხო. ხო და ჩვენ გვინდა რომ 20 წელიწადი არ არის რომ სახელმწიფო ბოლომდე არა ვარ დამოუკიდებელი. გასაგებია. აღმოჩნდა რომ ძალიან ძნელია იყო დამოუკიდებელი. ძალიან ძნელია რომ აღზარდო პოლიტიკოსები. ძალიან ამას უნდა დიდი გზა. არ ყავს შენ ძალიან კვალიფიციური პოლიტიკოსები. არ ყავს, კაცო და ეს უნდა ვთქვათ. ყველას გონია რომ ეს ადვილია ის მე სულ მომყავს ისა შვეიკი რო იყო ეგეთი გმირი. ის ამბობდა რომ სულ საგიჟეთში იყო პერმანენტულად. და ამბობდა რა კარგია საგიჟეთშიო. ნუ რა კარგია საგიჟეთშიო. რასაც გინდა იმას ლაპარაკობ როგორც პარლამენტში.
ჩვენს პარლამენტიც ის გონია რომ რასაც გინდა იმას ლაპარაკობ კაცო ეს არ არის ეგრე კაცო ვერ დავადგინეთ რა ვარ პარლამენტის საპრეზიდენტო რესპუბლიკა რა ვარ საერთოდ ვერ დავადგინეთ ხო ანუ თქვენ დღეს ამბობთ რომ ნაადრევი არის ნებისმიერი პრეტენზია ხელისუფლების მიმართ მაგრამ ერთი კითხვა მინდა გაგისვათ ბოლოსკენ აი თქვით რომ მე რო ხვდები ადამიანს ნებისმიერ ხელისუფლებასთან მაქვს პრეტენზია. ხელისუფლება იმიტომ არის, რომ ხალხს და მოქალაქეს ჰქონდეს იმასთან პრეტენზია. არ შეიძლება იყოს პრეტენზია რა არის? ხალხს როცა ხვდებით, წეღარ უამბობთ, რა ძალიან მე გეტყვი. ხო, ძალიან ცუდად ისმის. კი ბატონო, ბძანეთ. აი, ახლა კარგად. ხო, ესე იგი, ჩემი პრეტენზია არის, რომ ის მე მესმის, რომ ყველაფერი რაც დაპირდა ხო, ქართულ მოწნება იმის შესრულება შეუძლებელია. მაგრამ რა არ შეიძლება კაცო არის ხო არ შეიძლება ესე იგი ყველაფერი შეასრულოს არცეთ მთავრობას სოფლიოში არ ამერიკიდან დაწყებული არავის ვერ შეუსრულებია. ეს გამორიცხული ვარიანტია ახლა ჩემზე უკეთესად იცით რატომ. მაგრამ რო დაიწყოს ეს ისა რა ქვია წინსვლა ნელ-ნელა რეფორმები და ისა ეს რასაკვირველია მე მწყინს. ზოგჯერ ისეთ ხალხს დანიშნავენ თანამდებობაზე, რომ მე მიკვირს, მაგრამ მე ახლა მეკვირს ეს სხვა საკითხია. ბატონო, შინ მიდის ქვეყანა, უკან მიდის თუ არსად არ მიდის და გაჩერებული. უკან არაფერი არ მიდის, უკან არაფერი მიდის წინ ქვეყანა, მაგრამ ძალიან ნელი ნაბიჯები. ლენინმა რო თქვა შაქბიროთ ბაშაგა ნაზად. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, წარმატებას გისურვებთ მაშასე. ასეთი არის ხალხის საზოგადოების მოსაზრება. ჩვენ ოდნავ მოგვიანებით კიდევ ჩაგვერთვებიან გადაცემაში თქვენთვის ნაცნობი ადამიანები, რომლებიც საკუთარ შეფასებებს გააკეთებენ ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე. მანამდე კი მინდა გადმოვიდე სტუდიაში. ჩემი სტუმრები არიან მარცხნივ მისხედან მიხეილ მაჭავარიანი, ირმა ნადირაშვილი, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, მარჯვნივ კი სკამები არის ცარიელი. ხელისუფლებამ უარი განაცხადა მონაწილეობა მიეღო ამ გადაცემაში. თუ კი მთავარ თემად შევარჩევდით იმ თემას, რასაც ვაკეთებ და რაც გამოტანილი გვაქვს ჩვენს ინტერაქტივში, მიდიხართ თუ არა ნაციონალური მოძრაობის აქციაზე, ეს არის ჩვენი კითხვა. ხელისუფლებამ უარი თქვა, რომ დღევანდელ გადაცემაში მიეღო მონაწილეობა ამ ფორმატში, თოქ-შოუს ფორმატში. მე ერთს ვიტყვი უბრალოდ, ძალიან მწუხვა, რომ ამ განცხადებებს ასეთ პასუხს ჩვენ ვისმენთ იმ ხელისუფლებისგან, რომელიც თავის დროზე 2006 წელს, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე ბოიკოტი გამოუცხადა გადაცემა რეაქციას და ტელეკომპანია იმეც მაშინ სკამებზე, შევსებულ სკამებზე ისხდნენ სწორედ ის მაშინდელი ოპოზიციონერები, რომლებიც დღეს არიან ხელისუფლებაში. ძალიან გულდასაწყვეტია იმის ხსენებაც რომ მაშინ ისინი ძალიან აკრიტიკებდნენ მაშინდელ ხელისუფლებას ამ ბოიკოტზე მიღებული გადაწყვეტილების გამო. დღეს სწორედ ისინი ითხოვენ რომ დებატების ეს ფორმატი მათ არ აწყობთ, თემები მათ არ აწყობთ, რომ თუ ამ თემას გავაკეთებთ მოვლენ, თუ სხვა თემას გავაკეთებთ არ მოვლენ. ეს პირადად ჩემთვის არის ძალიან სამწუხარო. სახელებს და გვარებს არ ჩამოვთვლი, უბრალოდ მე შეგახსენებ რომ პირველ დღეს, როდესაც 2006 წელს ჩვენ ბოიკოტის შესახებ გავაკეთეთ განცხადება, რომ ნაციონალური მოძრაობა აღარ მოდიოდა გადაცემაში, მაშინ ოპოზიციის სკამები იყო მთლიანად შევსებული და იქ ძირითადი ნაწილი სწორედ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ. ოდნავ მოგვიანებით, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ჩვენ დღევანდელ გადაცემაში ჩაგვერთვება ლევან იზორია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მე მას აუცილებლად დაუსვავ ამ შეკითხვას, როგორ აფასებს დღევანდელი გადასახედიდან სახელისუფლებო გუნდი იმას, რომ თემების შერჩევის მიხედვით ისინი ამბობენ, ან მოვართ, ან არ მოვართ, ან ეს თემა გააკეთეთ, ან არ გააკეთოთ. მოკლედ, წარმატებას უსურვებ ხელისუფლებას, მე კი თქვენთან მექნება პირველი შეკითხვა საღამო მშვიდობის, გეცნოთ სიტუაცია ბატონო მიხეილ, ცარიელის სკამების. მე იმდენი რამე მეცნო და დეჟავი მაქვს ფაქტურად. ძალიან ბევრი რამის გახსენება შემიძლია, მათ შორის ცნობილი სახეები, ინტელიგენცია, ვინც ათიდგა, როგორ იდგა და ამაზე პირობას გაძლევთ, რომ დავწერ წინგს. კარგით, ამ წიგნის პრეზენტაცია იმედია ჩვენთან შედგება. მოდით რომ არ სახელებით, გვარებით, ვინც ათიდგა 95-ში, ვინმის უჭერდა მხარს, 2003-ში სადიდგნენ
რომ შევარდნაძე რომ ბოლომდე უნდა ყოფილიყო, რომ ჩვენ მაშინ ვიყავით არასერიოზული ხალხი და რა ცვლილება აქამდე რომ მოვედით 2003 წელი რო იყო, რას ლაპარაკობთ ხალხო, ქვეყანა ახლა არ არის შუქი და შევეგუოთ, რა მოხდა, უშუქოთ, ბევრი ქვეყანა ყოფილა, მე ასფალტი ვჭამოთ მახსოვს რა, ბევრი რამე მახსოვს. კარგით, მოდით მე დაგისვათ პირდაპირ შეკითხვა ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით. 21 მარტის აქცია რისთვის იმართება? ირმა ნადირაშვილს მინდა დაუსვა ეს შეკითხვა. იმისთვის რომ თქვენ დასავლეთს დაანახოთ, როგორც თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ აი ქვეყანაში არსებობს რეალური ოპოზიცია და ამისთვის გჭირდებათ ეს მიტინგი, იმისთვის რომ როგორც სოციალურ ქსელში წერდნენ, მოჭი მოცაკუთარი ამომრჩევლები და შიგადაშიგ ესეთი მასშტაბური აქციები აწყობთ, რომ აი ჩვენ ვართ და თქვენ იყავით ბრძოლის უნარიანები, თუ მართლა გიჯერათ, რომ თქვენი აქცია შეიძლება რაიმე შედეგი დასრულდეს და ხელისუფლება გადადგეს. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მე მგონი დღეს ეს საკითხი, რამდენად ძლიერია ნაციონალური მოძრაობა, როგორც ოპოზიციური ძალა, მე მგონი ეს საკითხი საერთოდ აღარ დგას ქვეყანაშიც და ამ ქვეყნების მიღმაც ყველამ იცის, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა ამ ქვეყანაში და ამისთვის მრავალათასიანი მიტინგები და დემონსტრაციები ნამდვილად არ არის საჭირო და კიდევ ერთი დასავლეთი აქ ნამდვილად არაფერ შუაშია, იმიტომ რომ საქართველოს ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოში და არ არის საჭირო არაფრის დანახვა დასავლეთისთვის. ჩვენი ხვალინდელი აქცია არც ჩვენი ამომრჩევლების და მხარდამჭერების მობილიზაციას არ ითვალისწინებს. ეს გამომდინარეა იქიდან, რა ვითარებაც არის დღეს ქვეყანაში. ქვეყანაში დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც ხელისუფლებამ ქვეყნის მართვა მთლიანად შეწყვიტა. ისინი გადასული არიან ავანტიურებზე, ტყუილებზე, ყველაფრის ნაციონალური მოძრაობისთვის დაბრალებაზე და ამ ყველაფრის უკან დგას ის, რომ ადამიანები დღითი დღე ღარიბდებიან, პენსიები შემცირდა იმის გამო, რომ დოლარის კურსმა აიწია, სოციალური დახმარებები შემცირდა, სამუშაო ადგილები ყოველდღე იკარგება, ხელფასები შემცირდა და დღეს ეს ვითარება გვაქვს. ამ ვითარებაში ეს აქცია, ხვალინდელი დემონსტრაცია ვთვლი, რომ არის აუცილებელი, რომ ხელისუფლებამ, რომელიც არის აბსოლუტურად დაყრუებული, რუსთაველიდან მაინც გაიგონოს ადამიანების ხმა, გაიგოს როგორ უჭირთ ადამიანებს ასეთ ვითარებაში ცხოვრება და ყველამ ერთად ხელისუფლებას მიანიშნოს, რომ დროა, რომ რაც არ გამოსდით, იმას თავი დაანებონ და სახში წავიდნენ. რატომ უნდა გადადგეს ეს მთავრობა? ბატონო მიხეილ, მე ვკითხულობ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას. რა ხდება, რას გიშავებთ ეს მთავრობა? რატომ უნდა გადადგეს ნაციონალურ მოძრაობას მოძალადე ყოფილ ხელისუფლებას? აქვს სურვილი ნებისმიერი მეთოდით დაბრუნდეს უკან და ყველანაირად ისევ სიცრუეს აღწელებს, რომ ხელისუფლება არის უნარო, უმოქმედო ასე შემდეგ. უნარობაში ალბათ საზოგადოებას მოვახსენებ, ის უნდა მიიჩნიონ, რომ მათ უამრავი სისხლი დაღვარეს იმ მოედანზე, სადაც გროვდებიან და იმ ადგილზე აპირებენ დემონსტრირებას, სადაც დაარბიეს უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე. სხვა მათი ქმედებების შედეგებსაც შეგახსენებ, როგორი წამებები იყო ციხეებსა თუ გარეთ. ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრი თქვენს ხვალინდელ აქციას. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რატომ უნდა გადადგეს ეს ხელისუფლება. უნდა გადადგეს, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში საქმე წავიდა უკან. ერთი ნაბიჯი წინ ვერსად დავინახე და ორი ნაბიჯი უკან და ბევრი ნაბიჯი უკან, ძალიან დიდხანს დავინახე. უნდა გადადგეს, იმიტომ რომ ქვეყანაში იზრდება უმუშევრობა, რომ ქვეყანაში იზრდება სიღარიბე, რომ მთავრობა არ ასრულებს ამ დაპირებებს და უკაცრავად ამ დაპირებების ჯეროდა და ამ დაპირებების გამო არის აირჩია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პირდებოდა, რომ იქნებოდა უფასო ფული, რომ იქნებოდა ელექტროენერგიის ტარიფი გამესამედებული და განახევრებული, რომ ბენზინი გაიაფთებოდა ლარით, რომ ყველა ქათმის ბარკალი დაუბრუნდებოდა ქართველ ერს, რომელიც მანამდე მიშა სააკაშვილს მიქონდა, რომ ჩინური სოფელი, რომელსაც აშენებდნენ, აღარ ააშენებდნენ და დღეს თუ სადმე დადის მთავრობა, დადის ამისთან სანახავად. იმიტომ აირჩიეს, უნდა გადადგეს ეს მთავრობა, რომ პრემია, რომელსაც დანამატი დაარქვეს და ჯიბეში იდებენ, ფუფუნება, მანქანები, ყველაფერი ამ ქვეყანაში მიდის უკან. თქვენ ფიქრობთ, რომ ამის გამო აირჩია ხალხმა ხელისუფლება და იმის გამო აირჩიეს 2000 უკაცრავად ეხა ოპონენტი არ ყავთ, ამიტომ მე უნდა შევეცადო თქვენი ოპონირება. ეგეც მახსოვს 2006 წელს არა, იმიტომ რომ ეუბნებოდით, რომ მე უნდა ვიყო ნაციონალური მოძრაობა, ოპონენტი არ იყო, ეგეც მახსოვს. ანუ მე რას გეკითხებით? ამიტომ აირჩია მართლა თქვენი აზრით ხალხმა ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიცია, რომ აი ეს ყველაფერი რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ისინი პირდებოდნენ, თუ იმიტომ აირჩია, რომ არ ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი, არ ყოფილიყო ის გუნდი, რომლის 9 წლიანი მმართველობის შესახებ ფილმებს ქუჩაში უჩვენებენ და იგივე ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან გამოვალ რუსთაველზე სისხლი ვინც აღრევინა ადამიანებს უდანაშაულოს, ისინი რო წასულიყვნენ. ეს ადამიანები
ყველა ბერკეტს იყენებენ, მათ შორის პროკურატურის პოლიტიზაციას. დღესაც იყო განცხადება ევროსაბჭოს მომხსენებელის გიგი უგულავას წინასწარ-დაკავებაზე. ძალიან კაცრი განცხადება იყო, რომ პროკურატურა გადაიქცა ბერკეტად. მათ ყველა ბერკეტი ჰქონდათ, რომ ამ 2 წელი ნახევარის განმავლობაში ყველა საქმე აღეძრა. ძალიან ბევრი ფალსიფიცირება ამ საქმეში. დღესაც როლანდ ახალაია გამართლდა ერთ-ერთ საქმეში, მინდა გითხრათ. იმიტომ რომ პროკურატურა მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს აკეთებს, საბოლოოდ მაინც ფაქტების ფალსიფიცირებას ვერ ახდენს. ამიტომ როცა საუბარია ციხეში წამებაზე, მინდა შევახსენო ბედუკაძეს, რომელიც პირადად ამ ხელისუფლების ბიძინა ივანიშვილის ირაკლი ღარიბაშვილმა აჩუქას მას ინდულგენცია იმ წამებლებმა, ვინ ციხეში ამას აკეთებდნენ. აი ეს ყველაფერი მიიღეს. ის თანამშრომლები, რომელიც უსმენდნენ უკანონოდ, დღეს ისევ ზიანდა ჩვენ გვისმენენ. ის ადამიანები, რომელიც აშავებდნენ, ძალიან ბევრი მათგანი დაუსჯელია. მე გეუბნებით და დარწმუნებული ვარ ამაში და თქვენც დარწმუნებული ხართ და ეს ადამიანებიც, ვინც დღეს ცდილობენ გაამართლონ და გაათეთრონ ბიძინა ივანიშვილი. დიახ, მაგიტომ აირჩიეს, რომ ქონოდათ უფასო ფული, დიახ, იმიტომ აირჩიეს, რომ მათ ეგონათ, რომ ექნებოდათ სამუშაო ადგილები, დიახ, იმიტომ აირჩიეს, რომ ეგონათ, რომ განახევდებოდა და გამასამედდებოდა და დიახ, იმიტომ აირჩიეს და ესეთი ადამიანების რაოდენობა, ვინც აი ესე ფიქრობს, ძალიან მცირდება, რომელიც ამბობს, რომ აი თავარი ის იყო და ეს კი არ არის. ჩვენ ყველაფერს ავიტანთ. არ არის ასე. აირჩიეს, იმიტომ რომ სხვა ქვეყანა უნდათ. იმიტომ რომ მე მახსოვს 2003 წელი, ეხა ბატონი ბრძანებდა, რომ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგოთო ბატონი ბადური, დიახ. მე ამ ბატონთან პოლემიკაში არ შევალ, მაგრამ 2003 წელს რა მემკვიდრეობა ერგო? შევარნაძის მემკვიდრეობა იყო, კარგი კორუფცია, უშუქობა, უგზოობა, უიმედობა. გავიგეთ, ეს რაც გააკეთეთ, მაგრამ არა, გავაკეთეთ ეს და გზები, ინფრასტრუქტურული პროექტები იცის, მაგრამ ხალხი სხვა რაღაცის გამო დაუპირისპირდა ნაციონალურ. მე გეუბნებით და დარწმუნებით გეუბნებით, რომ მთავარი мотиваცია ამ ხალხის იყო, რომ დაიჯერა ის, რომ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვლებოდა და დღეს ხედავს ეს ადამიანები რო არიან მოტყუებულები, ყველაზე მწარე გრძნობა მოქალაქეების არის მოტყუება. ეხა დეგოლის გახსენება თუ იმაში კენედის გახსენება აღარ უშველის ამას რა. დღეს ადამიანები არიან მოტყუებული, მათ უნდათ სამუშაო ადგილები. ჩვენ მეუბნებოთ, აი ყოველი კონკრეტული საკითხი. ირმა ნადირაშვილი გამოვიდოდა და ამბობდა, საგზაოში კეთდება ფული. არაფერი არ ხდება. აღმოჩნდა, რომ პრემიერის ნაცვლები ჩართული იყვნენ ფულის კეთებაში. გამოვიდა და იწყოდა პრემიები. არაფერი არ გვიღია. გამოვიდა გირი თარგამაძე თქვა, რომ ესა და ეს კრიმინალი ჩამოვიდა თვითრენავიდან, გააპარეს. არა, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი მართალია. საქართველოს სახელმწიფოს ჭირდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ვსწავლობთ, ჩვენს პოლიტიკოსები ვართ და ისევ ზურას სიტყვებს გავიხსენებ, რაც თქვენ გადაცემაში არაერთხელ მithმია, რომ ჩვენ თაობასა აქვს პრივილეგია. რომ როგორც ყავს კაი მსახიობები და კარგი რეჟისორები შექმნას, კარგი პოლიტიკოსები და უნდა ეს თუ ვინმეს თუ არ უნდა, უკრაინის მთავრობამ, საერთაშორისო თანამეგობრობამ, ის ადამიანები, ვინც ამ ხნის განმავლობაში რა თქმა უნდა შეცდომებით, მაგრამ საქმეს აკეთებდა, აღიარა და დღეს ეს ადამიანები ცდილობენ ჩვენ მოძმა ქვეყანას დაეხმარონ იმაში, რომ უკრაინა განვითარდეს, რა თქმა უნდა საქართველოსთან ერთად. ამიტომ ინტერაქციაში შემოდის ერთი ტელეფონიდან ერთი ზარი და როგორც ჩანს ძალიან ისეთი თემაა, ემოციური თემაა ჩვენი მაყურებლისთვის. 41000 ზარი არის თუ არ ვცდები უკვე დაფიქსირებული. ანუ ძალიან მძაფრად რეაგირებს. ეხა მაყურებელი და ირმასთან გადავალთ თქვენებართვით კითხვას. ირმა, თქვენ ფიქრობთ, რომ გააქვთ იმის შანსი, რომ თუნდაც ხელისუფლება რომ შეიცვალოს, რომ ნაციონალური მოძრაობა შეიძლება ამ ხალხმა, რომელმაც იგი გაუშვა ხელისუფლებიდან უკან მოიყვანოს, ისევ გამოვალ იქიდან. ხვალ თქვენი მიტინგი იმართება იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს გავიმეორებ, დიდი არქივებში წიაღსვლები რო არ დამჭიდეს. სისხლიანი 26 მაისი იყო, 7 ნოემბერი იყო, უდანაშაულო ადამიანების სისხლი იყო და ასე შემდეგ. თქვენ ფიქრობთ, რომ შანსი გაქვთ ისევ? თანამიმდევრულად მიყვები და დავიწყებ ინტერაქტივიდან თუ შეიძლება. ზუსტად მაშინ, როდესაც ჩვენთან გადმოხვიდოდით, კითხვებით მე ვათვალიერებდი Facebook-ს და ძალიან ბევრმა ადამიანმა მომწერა, რომ ვერ ახერხებენ იმ ტელეფონზე დარეკვას, სადაც უნდა დააფიქსრონ პასუხი, რომ მოდი ამ მიტინგზე. ჩვენ მომხარდამჭერებმა მომწერეს, რომ დარეკეს მეორე ტელეფონზე, სადაც შეგიძლია დააფიქსირო, რომ არ მოდიხარ მიტინგზე და იქ ეს არის გადის. მე პროდიუსერებს ხო რომ გაარკვიოს, თუ კი არის რაიმე მსგავსი გაარკვიონ და გადაცემის ძალიან ბევრმა ადამიანმა განმავლობაში მე დარწმუნებული ვარ, თქვენი სერვერი ნამდვილად ხოცური არ არის და ალბათ
მართლა ტექნიკური შეფერხება. თქვენ დარწმუნებული იყავით, რომ მე არ ვაყავებ ამ ინტერაქტივს ხელოვნურად. კაპიტან ეგ არ მithქვას, უბრალოდ ტექნიკურ შეფერხებას პასუხობს და უბრალოდ თუ შესაძლებელია რომ გასწორდეს და რაც შეეხება თქვენს კითხვას სისხლის მდინარეებზე 7 ნოემბერზე და ასე შემდეგ ძალიან მოკლედ მოყვები მეც რომ არქივში არ ჩავიდე რომ 7 ნოემბერს იყო ძალის გადაჭარბება და შეგახსენებთ რომ ამის გამო პრეზიდენტი გადადგა რაც შეეხება 26 აქ ქართულ სახელმწიფოს ებრძოდა ნინო ბურჯანაძე და უნდოდა რომ დამოუკიდებლობის დღის აღლუმი არ გამართულიყო იქ მეც ამას არ გავაგრძელებ რაც შეეხება თქვენს კითხვას რამდენად გვაქვს იმედი რომ მოვალთ ხელისუფლებაში დავბრუნდებით თუ არა საერთოდ ეს მე მგონი ძალიან ჩვეულებრივი პროცესია როდესაც პარტიები იცვლება. მუდმივად ერთი პარტია ვერ იქნება ქვეყნის სათავეში და აბსოლუტურად ნორმალური დემოკრატიული პროცესია. ის რომ ერთხელ გაგიშვეს სახში, ეს არ ნიშნავს რომ უკან არასდროს მოbrunდები, მაგრამ აქვთ იმედი რომ უკან მოbrunდებით ისევ ხოჩოს ჯეოლაინმაო ეხლა გვაცნობაო ჩემი პროდიუსერი მეუბნება რომ შემოდის ძალიან ბევრი ზარი და ამიტომ არის რაღაც ტექნიკური ხარვეზები. ამიტომ იმედია გასწორდება ხო თუ არის რაიმე მსგავს ტექნიკური ხარვეზი. აბსოლუტურად უცნობ ადამიანებმა მომწერეს და ამიტომ გადაწყვეტა ეს საკითხი დამყენებინა რაც შეეხება იმას მოbrunდებით თუ არა ხელისუფლებაში ეს არ არის დამოკიდებული ჩემს რწმენაზე და ასე შემდეგ და ეს მიტინგი რომელიც ხვალ იმართება ეს არ არის ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების მიტინგი ეს არის ქვეყნის გადარჩენისთვის გაკეთებული მიტინგი ჩვენ ამის შედეგად ძალიან რა გააფუჭა ისეთი ამ ხელისუფლებამ ეხა მართლა მაინტერესებს ამას არ გისვამთ ამ კითხვას ისე რიტორიკულად ამ 2 წელიწადნახევრის განმავლობაში რომ თქვენ ამბობთ რომ სასწრაფოდ უნდა გადადგეს თუ კი ამბობთ რომ ხო ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, რატომ არ გინდათ რომ დაელოდოთ არჩევნებს, ან უფრო მეტიც, რატომ უნდა გადადგეს მთავრობა, რომელიც ისევ დაკომპლექტება და რომელსაც ისევ დაკომპლექტებს იგივე ივანიშვილი იქნება თუ მისი საპარლამენტო უმრავლესობა და რატო არ ითხოვთ მაშინ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას? რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა მივიდეს აქამდე, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით მთავრობის შეცვლა, მაგრამ ყოველი დღე როდესაც ეს მთავრობა რჩება ამ ხელისუფლებაში, მე ვთვლი რომ ჩვენ შვილებს ართმევს მომავალს, პენსიონერებს ართმევს თანხას სოციალურად გაჭირვებულების მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება ამ პერიოდში მე მქონდა სულ ესეთი დავდიოდი ამ სწორედ მიტინგის წინ ბაზრობებზე და ასე შემდეგ და თუნდაც ქალაქის ცენტრში ვხედავ რომ მთელი მაღაზიები იხურება სადაც კი მივდიოდი მოვაჭრეები მეუბნებოდნენ რომ ძალიან მძიმე სიტუაციაში არიან ამ მთავრობამ არ იცის ქვეყნის მართა თუ მეკითხებით რა გააფუჭა მთავრობამ რა გააფუჭა და კრიმინალს შეეკრა მაგალითად ეს არ არის საკმარისი რომ კანონიერი ქურდები ხრებიან თვითმფრინავებიდან ეს არ არის საკმარისი და საგანგაშო არ არის პოლიციელი რომ მოკლეს ბათუმში და ამაში ჩარეული იყვნენ კანონიერი ქურდები ეს არავის არ აწუხებს კრიმინალმა რო აიწია და მართლა დღეში რამდენი ქურდობა ხდება რამდენი მკვლელობა ხდება ვერავინ იცვლის არ არის საკმარისი რომ ადამიანი სამსახურს ვერ შეულობს და მხოლოდ პრემიერ-მინისტრის ნათესაობისთვის და ქართული ოცნების ნათესაობისთვის არის ეს ადგილები შემონახული ხო არის ხო ასეთი თქვენიანების დასაქმების ამბავი ბატონო მიხეილ თქვენ კრედიტი გააქვთ მე მაქვს რამდენი გაგიძვირდა ცხოვრება ნუ საკმაოდ გაძვირდა საკმაოდ შემოსავლიანი ადამიანი ბრძანდებით ჩვენ საქართველოში არის რამოდენიმე ასეული ათასიანი ადამიანი რომელსაც აქვს სავალუტო სესხი და მათი ცხოვრება გაუსაძლისად გაძვირდა თქვენ გააქვთ კრედიტი დიახ მაქვს და ჩემის გაძვირდა მე არა გაგიძვირდათ დიახ 13000 არის გაზრდილი ჩვენ შემოსავალი პარლამენტის წევრებს, რომელიც სხვა შორის ზოგი დადის პარლამენტში, ზოგი დებატში მოდის, მე ვსაუბრობ ჩვეულებრივ ადამიანზე, რომელსაც საშუალო ხელფასი 300-400 ლარი აქვს, პენსიონერზე, რომელსაც პენსია 250 ლარი აქვს, რომელსაც ვერ ყიდულობს იმ 150 ლარიანი პენსიით, რასაც ერთი თვის წინ ან ორი თვის წინ ყიდულობდა, როცა ლარის კურსია დამოკიდებული ამ პენსიონერის წამალი, როცა ლარის კურსია დამოკიდებული გაძვირდება თუ არა პური, როცა ლარის კურსია დამოკიდებული შეძლებს თუ არა ეს ადამიანი კომუნალური გადასახადის გადახდას. ბატონიშა, თქვენ დავხინებული იყო ეს ადამიანი დავხინებულები იყო სამუშაო ადგილები რომელზეც საუბრობთ არის ხო თქვენ დროს თქვენ როგორც საზოგადოების ნაწილს მიგაჩნიათ თუ არა მთავრობას რომელსაც არ აქვს არანაირი გეგმა ლარის გაჯანსაღების ეკონომიკის გამოყვანის ექსპორტის გაზრდის მათ წარმოადგენეს თავიანთი გეგმა ამ დღეებში არა არის ის აქ მთავრობა ეხლა მთავრობის ნაწილი გეგმა რო ქონოდათ დეტალურ ნაწილებს გეგმა რო ქონოდათ ლარის გადარჩენა შეეძლოთ ლარი გაუფასურება განაგზოს აქ იჯდებოდნენ ეს ადამიანები და მოგვაფარებდნენ ამას არ არსებობს გეგმა თქვენს კარგად იცით საზოგადოება
თავრობაც კარგად იცის. უბრალოდ ჩვენ კიდე ერთხელ უნდა დავანახოთ და სხვათა შორის ჩვენ თქვენ საქმესაც ვაკეთებთ, როცა ვამბობთ რომ თავრობა გამოფხიზდით, გვითხარით როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, იმიტომ რომ ერთჩვენიერ დღეს როცა ეკონომიკური საფუძველი მორყეულია და პირველი ამ საფუძველის მორყევა დაიწყო, როცა თქვენს რომ ეს რეიტინგები გაყალბებულია, რომ საქართველოს ეკონომიკურად როგორ შეიძლება, იქ შემოვლითი რკინიგზა გააჩერეს, იქ ანაკლიის პორტი გააჩერეს, იქ სავიზო რეგულაციები შემოიღეს, იქ რაღაც აკრძალვები შემოიღეს. ამან ყველაფერმა მოიტანა ის შედეგი, რომელიც არის ლარის გაუფასურება, ჩვენი მოქალაქეების გაღარიბება, უმუშევრობის გაზრდა და ასე შემდეგ. ეს არის თუ გნებავთ, აი რაც ირმამს თქვა, ეს არის ხმის მიწვდენა, რომ ჩვენო ვინც ხართ თავრობაში, ვინც ხართ, რა მთავრობა დღეს რო ხართ და ხალხი რო გენდოთ. შეასრულეთ დაპირება, გააკეთეთ საქმე, დაასაქმეთ ადამიანები, ეს არის ეს. მე არ უნდა იყოს ახლა მართლა ისეთ დამოკიდებულებაა და იმიტომ არის ასეთი აქტივობა, რომ რას აპირებენ და გაიხსენეთ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. ჩვენ ყოველი კონკრეტული მიტინგი არის კონკრეტულ საქმეზე. ეს იყო, როცა ანექსიაზე იყო ნოემბრის მიტინგი. კი ბატონო, თუმცა თქვენ პარლამენტში ხართ უმცირესობა და შეგიძლია დაუშვათ მიტინგების გარეშე პარლამენტიდან უთხრათ ეს ყველაფერი მთავრობას. კი, უთხრა, მაგრამ მოვიდა მთავრობა. როცა ერთხელ ჩვენ დავანიშნეთ ხდომა, არ ჩამოვიდნენ, მეორეჯერ მარგველაშვილმა დანიშნეს, არ ჩამოვიდნენ. ბატონო მიშა, ერთი წუთით ირმას ვიდრე დაუსვავ კითხვას, თქვენთან მინდა ისევ რაღაცის დაკონკრეტება. როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ მთავრობა, რომელმაც ხალხს არ შეუსრულა დანაპირები, რომ ხალხი გაღარიბდა, არ აქვს წამლის ფული. თქვენ დროს ეს ხალხი არ იყო ღარიბი. თქვენს დროს არ ქონდა იგივე სოციალური პრობლემები, არ ქონდა უმუშევრობა. თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის პირველ პერიოდში უამრავი ადამიანის მიტინგ შეგახსენებთ, ვინც სამსახურებიდან გაუშვეს. დატოვეს უმუშევარი, არ მიყვარს და ეს არის ამბანი პოლიტიკაში, რომ წარსულზე არ უნდა ელაპარაკო. არ უნდა ელაპარაკო გაკეთებულ საქმეებს. მაგრამ ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება ოპოზიციაშია ბუნებრივი მდგომარეობა, ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება კორუმპირებული. ხაზინა იყო გაღატაკებული, პენსია იყო 14 ლარი, რომელიც მაცივარში იყო, საყინულეში იყო, არ რიგდებოდა. იყო კრიმინალი, თარეში იყო კრიმინალის და ნაბიჯ ეს პრობლემები მოგვარდა. ჩვენ არ ქონდა 250 ლარიან პენსიას მოგცემთ. ჩვენ არ ქონდა აღებული, რომ ჩვენ უფასო ფულს მოგცემთ. ჩვენ არ ვამბობდით, რომ ტარიფებს გავანახებთ. ჩვენ ვამბობდით, რომ ცხოვრება იქნება რთული. ჩვენ ვამბობდით, რომ კრიმინალი არ იქნება. ჩვენ ვამბობდით, რომ პენსია გაიცემა. ჩვენ ელემენტალურ რაღაცებს ვაკეთებდით. ჩვენ ვამბობდით, რომ ტურიზმი გაიზრდება. ნაბიჯ ვამბობდით. რა თქმა უნდა, დალხენილი არ იყო, მაგრამ ჩვენ ვცდილობდით რომ ადეკვატური ყოფილიყავით. მე გაგახსენებ ინგა ერთ შემთხვევას, როდესაც 2009 წელი ძალიან მძიმე წელი იყო ეკონომიკურად, მაგრამ მაშინ მთავრობა კი არ დაემალა. მაშინ პირიქით პრეზიდენტი და მთავრობა პარლამენტში მოვიდა თვითონ და თქვა რომ მე მაგ გეგმა და მოგიყვებით ამ. თუმცა ოპოზიციის იგნორირება და ოპოზიციის ხმის იგნორირება ხელისუფლებისგან ყოველთვის იყო კარვების ქალაქიდან დაწყებული. ახლა არც მე არ მინდა რომ მარტო წარსულზე რო ვილაპარაკოთ, მაგრამ რამოდენიმე კითხვას რასაკვირველია დაგისვავთ იგივე იმ წარსულიდანაც, მაგრამ არა, ანუ ოპოზიცია, რომელსაც პოლიციის სამმართველოსთან რეზინის ტყვიებს ესროდნენ, ოპოზიცია, რომელიც კარვებით იყო ქუჩაში დაბანაკებული, პასუხს თქო, მაშინაც ვერ იღებდა ხელისუფლება. ხელისუფლება არც მაშინ არ მიდიოდა მათთან არანაირ უმძიმესი ფორმებით იყო გამოხატვა ამ ადამიანების პროტესტის, იყო ძალის გადამეტება, ამაზე ირმა მისაუბრა, მაგრამ მე გეუბნებით, რომ ადეკვატური უნდა იყოს ხელისუფლება. კარგი, ადეკვატური და ირმასთან შეცდომები არ მოგხსოვდა. ჩვენ დღეს ხელისუფლებაში ვიქნებოდით და ისევ ვიმეორებ, ინგა ერთ ძალიან კაფეო მაგალითია რა. ჩვენ მოვედით 14 ლარიანი გაყინული პენსიით და ჩავაბარეთ ამ ხელისუფლებას 140 ლარიანი პენსია, რომელიც იცემოდა. აი როცა 10 ჯერად გაზდიდა, რაც დაპირება იყო სხვათა შორის, საარსებო მინიმუმზე, ტარიფების განახლებაზე, ლარის სიმყარეზე. ეხლა დეკემბერში ამ მთავრობამ შემოიტანა ბიუჯეტი ინგა, რომელშიც რაიოსკურსი 1.8 იყო. რა დიდი განჭრეტა უნდოდა იმას, რომ ექსპორტი შემცირდებოდა, რომ გადი ავტობაზრობაზე, ხო, ქონია შეხება, გადი ჩვეულებრივ ბაზრობაზე. ყველა ამბობს, რომ პრობლემები შეექმნა. კარგი, თუმცა ყველა ამბობს იმას. ეს ადამიანები რას ამბობენ? კი, ხადურის პასუხი რა არის, იცი? სხვა შორის არა, მე მგონი არასწორი ინფორმაცია გაქვს. გეგმა არ იქნება, იმიტომ რომ არანაირი კრიზისი არ არის. არა, გეგმაზე საუბრობდნენ ისინი, ანუ რა გეგმები აქვს. მინისტრის პოზიცია არის ინდა, რომ გეგმა არ იქნება, იმიტომ რომ კრიზისი არ არის. გაიხსენ ეს თქვა პარლამენტის კომიტეტის ხდომას.
ბატონიშა, მე ოდნავ მოგვიანებით ისევ დაგიბრუნდებით და ერთ კითხვას დაგისვათ, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ აი ჩვენ ეს არ დავპირობებთ ის, მაგრამ გავაკეთეთ ყველაფერი, ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ამბობს, რომ სამაგერო დღეს აღარ გვაქვს წამება, აღარ არიან იმ რაოდენობის პატიმრები ციხეში, აღარ ხდება პროკურატურაში ბიზნესმენების დაბარება, ამის ხარჯზე ჩატანილი ფულებით ბიუჯეტის შემცება და ასე შემდეგ. არა, მე უნდა დაგისვათ ეს კითხვა. ირმა ნადირაშვილი ახსენა დღეს ბიძინა ივანიშვილმა და მე მინდა უბრალოდ წავიკითხო ეს ნაწილი მისი განცხადებით. გაბრალებენ რომ თქვენ ავრცელებთ მუდმივად სრულ ინფორმაციას. სასაცილო იყო ძალიან რომ ავეჯის კრიტიკა განახორციელეს. იქ რა ციფრები იყო რომ ერთი სკამის ფასს ასახელებდნენ 40 თუ 44-ის ნაცვლად. რეალურად იქ დაბალი ფასები იკვეთება, ეს არ არის მნიშვნელოვანი. რაც მთავარია, ვინ აკრიტიკებს? ირმა ნადირაშვილი ბედავს ამას და ასე შემდეგ. ქალბატონო ირმა, მუდმივად, როდესაც კეთდება თქვენგან ხელისუფლების მიმართ ბრალდებები, ყოველთვის მოსდევს ხოლმე პასუხი, რომ თქვენ ავრცელებთ სრულ ინფორმაციას, რომ იქ სკამების რაოდენობაც კი იყო არეულიო. ბიძინა ივანიშვილი ამბობს თქვენს განცხადებებს. საქმე იმაშია, რომ მე რასაც ვამბობ, პირველი ინსტინქტი აქვს, რომ გამოვიდნენ და თქვენ, რომ ეს არის სიცრუე, მაგრამ მე შემდეგ ვუწევთ, რომ რამოდენიმე თვეში ეს თვითონ დაადასტურონ ხოლმე. მე შეგახსენებთ, რომ მუდმივად საუბრობდი ღარიბაშვილის ნათესავებზე და ვამბობდი, რომ ისინი ფულს აკეთებდნენ და კარგად მოიკითხეთ, ჯანყარაშვილი რატო გაუშვეს სახლში. იმიტომ რომ არ დავასახელებ კონკრეტულ ბიზნესმენს, მივიდა და მოსთხოვა 50 მილიონის. დაასახელეთ. პირდაპირ ეთერია. საინტერესოა რომ დაასახელოთ. თუ იყო ასეთი ფაქტი, დაასახელეთ. მე დარწმუნებულია, რომ ასეთი ფაქტი იყო და ეს ფაქტი მივიდა ბიძინა ივანიშვილამდეც და ის რა თქმა უნდა გამწარდა, რომ მის გარეშე ხდება ფულის კეთება. დამისახელეთ რა ეს ბიზნესმენი თუ შეგიძლიათ. არ დავასახელებ ამ ბიზნესმენს, იმიტომ რომ მე არ მაქვს ამ შემთხვევაში. მაშინ მათ აქნებათ უფლება თქვან, რომ ირმა ნადირაშვილი უბრალოდ წრუობს, იმიტომ რომ საიდან ამტკიცებს, რომ ეს ასე იყო. ფაქტია, რომ ჯანყარაშვილი ქვეყნიდანაც კი გაუშვეს. მე თუ ვცრუობ, ის ალბათ ისევ იჯდებოდა ამ პარტიაში, ან გენერალური ინსპექციაში, მაგრამ ის ახლა აქ არ არის და საერთოდ მე მგონი საქართველოში ჩამოსვლა აუკრძალეს. მე როცა ვსაუბრობ, რომ თქვა საგზაო ტენერებიდან მართლაც ფული კეთდებოდა, აი აგერ ბატონო ჯავახიშვილი, რომელიც ოდერად გააგზავნა ბიძინა ივანიშვილმა შავლიაშვილთან, თვითონ იძახის, რომ ეს ფული ტყდება და კეთდება. ამიტომ თვითონ უწევთ ხოლმე ამ ყველაფრის დადასტურება და თქმა შემდეგ მოგვიანებით. რაც შეეხება განცხადებას, რომ არ მახსოვს ზუსტად როგორ ბედავს ირმა ნადირაშვილი თუ ასეთი. ამას ვინ აკრიტიკებს, ვინ ავრცელებს ამ სრულ ციფრებს და ინფორმაციას, ირმა ნადირაშვილი ბედავს ამას. იცით რა, ბიძინა ივანიშვილს საერთოდ ალბათ უყვირს მის ირგვლივ ირევიან ადამიანები, რომლებსაც ფულს უხდის და ცხადია მას უყვირს, რომ ვიღაცა რაღაცას ბედავს, იმიტომ რომ მის ირგვლივ გარემოცა მონური მორჩილებით გამოირჩევა და ცხადია ისინი ვერ ახერხებენ, რომ მას რამე უთხრან, მაგრამ მე გავბედავ ამას. საერთოდ არ ხდება მონური მორჩილება, არ ხდებოდა, როცა პრეზიდენტი ვიყავი, რომ აკითხვას დამისვავდით, აბსოლუტურად დარწმუნებული და ამიტომ პასუხი წინასწარ მომამზადე. მე თვითონ ვარ ძალიან ხშირად შემსწრე ძალიან ცხარე კამათის მიხეილ სააკაშვილთან, მათ შორის გიგა ბოკერიაძე, მათ შორის გიგი უგულავაზი, მათ შორის მიხეილ მაჭავარიანის და მეც პირადად, რომელსაც უფრო ვიყავი, თქვათ არა პოლიტიკური ფიგურა, არამედ მუშაობდი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ, ნუ შეიძლება არ სწორი განმარტება თქვი, მაგრამ არ ვიყავი მინისტრი და პოლიტიკური თანამდებობის პირი, მეც ძალიან ხშირად მქონია შემთხვევა, როდესაც მას მოუწია დავალება, თუ ნამდვილად ვფიქრობდი, რომ ეს არ იყო სწორი, მე ეს მithქვამს. თუმცა ირაკლი ოქრუაშვილს აქვს ნათქვამი, არ ვიცი პირდაპირ ეთერში თუ ისე პირად საუბარში, რომ ორადორი ადამიანი იყო მთავრობაში, ვინც სააკაშვილისთვის სიტყვის შებრუნებას ბედავდაო, გოგა ხაინდრავა და მე, დანარჩენი ყველანი მონურ მორჩილებაში ყავდაო. ან მე უნდა დამიჯეროთ, რომელიც აქვზივარ და პირდაპირ გეუბნებით, რომ შევსწრები ვარ ასეთ ამბებს, ან რა ვიცი, როგორც გნებავთ ირაკლი ოქრუაშვილს, რაც შეეხება ივანიშვილს, მე მეცაც გავბედავ ნამდვილად და როდესაც ჩავთვლი, რომ არ იქცევიან სწორად, ამას აუცილებლად ვიტყვი, შეიძლება მოსწონს ღარიბაშვილს და ივანიშვილს, რომ თვითონ აკრძალეს რბილი ავეჯის შეძენა და შემდეგ თავისივე აკრძალოს გვერდიაური აუარეს და შეიძინეს 181,000-ის ავეჯი იტალიაში. თუ ეჭვი გეპარებათ, ქალბატონო ინგა, მე მოვიტანე, აი ხელშეკრულებები, ეს ჩემი დაწერილი არ არის, აი ჩახედეთ, პირდაპირ წერია, ორ ადგილი არის დივანი. 19,368 ლარი გავაგრძელებ თუ გინდათ, აი საწოლი ბატუტიანი 24,126 ლარი. ეს არის ასლები, რომელიც კანცელარიიდან შეგიძლიათ გადაიღოთ თანამშრომლებმა გადააქსეროქსეს და მომიტანეს ჩვეულებრივად. ირმა, სააკაშვილის მმართველობის დროს არ ხდებოდა ასეთი ძვირადღირებული ნივთების შეძენა. მაპატი ეხლა უნდა გითხრათ, ალბათ თქვენი ოპონენტები აქ რო ისხდნენ, აუცილებლად გეტყოდნენ და ძალიან წუხვა კიდევ ერთხელ
ერთხელ ვამბობ, ხელისუფლების გამკვირვებია უბრალოდ რომ დღევანდელ დებატში არ არის. მარტო შეგახსენებ თქვენ მაშინ არ იყავით ჯერ პოლიტიკაში, მასაჟისტის ჩამოყვანის ამბავმა რამხელა სკანდალი გამოიწვია, როცა ყოფილმა პრეზიდენტმა სახელმწიფო თვითმფრინავით ჩამოიყვანაო. რატო ვიხსენებ ამას? როდესაც თქვენ ამბობთ, რომ აი ამდენი თანხა იხარჯება დღეს. ხო ხდებოდა ეს გასულ წლებშიც? ხაბატონაინგა, მე ჩაწერე დადგენილებაში რბილავერს აღარ ვიყიდიო, მე ხო არ ჩამიწერე. ახლა არიბაშმა ჩაწერა და შემდეგ ხელი მოაწერა, აღარ ვიყიდიო. ადგა და ერთ კვირაში ზუსტად დეკემბრის თვეში, როდესაც ლარის კრიზისი იყო პიკზე და ადამიანებს ჰქონდათ პრობლემა ზოგადად, რომ ახალ წელს თავისი შვილებისთვის მართლაც ელემენტარული საკვები მიეტანათ, ღარიბაშვილმა თავის თავს უფლება მისცა და ეს შეკვეთა გააკეთა. ეს არის ეხლა ვეკითხეთ დეკემბერშია, ზუსტად რიცხვი ეხლა უნდა მოვძებნა ძალიან ბევრი ვეძებო და თუ თქვათ იტყვენ ეს ადრესში უკვე ეჭერეს თვიმორ დეკემბერშიც იყო ლარის კრიზისი და ძალიან მძაფრი და ფული გადაერცხეს წინა პარასკევს. შეკვეთის გაუფლება როდის შემდეგ არის შეუძლებელი, ეს მაინტერესებს. მე ვთვლი რომ დღეს ღარიბაშვილს არ აქვს ფუფუნება რომ რბილავეთში ჩაეფინოს. ნამდვილად არ აქვს ამის ფუფუნება და ამიტომ ნუ გაუკვირდება ივანიშვილს რომ თუ კიდევ რაღაცებს გავუკეთებთ. კარგი, დასაუბრის ბოლოსკენ მე მინდა კითხვა დაგისვათ ბატონ მიხეილ, გავიმეორო ის რაც ეღარ მკითხეთ და ბოლოს ირმა ალბათ დაასრულებს ხვალინდელი თემის შესახებ დავსვავ ირმასთან ბოლო კითხვას. თქვენ რაზეც საუბრობთ? თქვენს მიერ გაკეთებულ პროექტებზე, აი იქ რაღაც წლების განმავლობაში მიღწეულ მთელ რიგ პროექტებზე, რომელიც დაგვირგვინდა დაუშვათ ქვეყნის აღმშენებლობისთვის კარგად. ამ დროს ძალიან ბევრი ჩვენ თანამოქალაქე და ჩვენ გვეყოლებიან კიდევ მოგვიანებით სტუმრები ალბათ მათგანაც მოვისმენთ ამბობს, რომ სამაგერო დღეს აღარ გვაწამებენ. ბიზნესმენები ამბობენ, რომ სამაგეროდ აღარ გვიბარებენ ადეიშვილის კაბინეტში, არ გვეუბნებიან, რომ ჩამოიტანეთ ეხა ფული, ათასები თუ მილიონები. სამაგეროდ ციხეებში ის არ ხდება, რაც ხდებოდა. ანუ ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილი არჩევანის წინაშე, როდესაც დგება, ამბობს, რომ არა, ხო, შეიძლება დღეს არის პრობლემები, მაგრამ დღეს ხო აღარ მკლავენ? ბინგა, პირველ რიგში მე დავასრულებ რითიც რატომაც მოვედი, რომ მთავრობა უნდა გადადგეს იმ უნიათობის გამო, იმ უპასუხისმგებლობის გამო, იმ არაფრის კეთების გამო, რაც დღეს ხდება ჩვენ ქვეყანაში და სფეროს ვერ დამისახელებთ, სადაც რაღაცა წარმატება იქნება მთავრობას, ეკონომიკა იქნება ეს, ვაჭრობა იქნება ეს, ლარის კურსი იქნება ეს, დასაქმება იქნება ეს, სფეროს ვერ დამისახელებთ ეკონომიკაში, პირიქით არის უკუსვლა, არის გაუარესება სიტუაციის. ამიტომ მთავრობა უნდა გადადგეს. მეცაც გეტყვით, ქვეყნის ფაქტობრივ მმართველმა ეს ძალიან კარგად იცის. იმიტომ რომ მისი ნდობაც აცადეთ მომავალ არჩევნებამდე საპარლამენტო არჩევნებზე ხალხი იტყვის თავის სიტყვას. მან როგორ შეაფასა დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობა, რაც ნიშნავს? ვაცადეთ რა? ეს ნიშნავს რომ ჩუმად უნდა ვიყოთ და თქვა რაც ხდება, ცუდი არ უნდა ვთქვა. ჩვენ ვამბობთ რომ ეს მთავრობა ამას ვერ აკეთებს. ისევ მოიყვანოს ვინმე თავისი ხელდასმული და რაც დაპირდა ხალხს შეასრულებინოს იმ ადამიანის ხელით თუ რა ვიცი თავით თუ ასე შემდეგ რა. ეხლა რა შეიძლება ვადამდელი არჩევნები თუ დაუშვათ გეშინიათ იმის რომ შედგეს ვადამდელი არჩევნები შეიძლება ნაციონალური მოძრაობა იმ რაოდენობით ვეღარ შესულიყო პარლამენტში. ჩვენ ვითხოვთ იმას, რასაც ვითხოვთ. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაც ყველაფერს თავისი დრო აქვს. ყველაფერს თავისი პოლიტიკური ფასი აქვს, ამიტომ დღეს ვითხოვთ უნიათო მთავრობის და რაზეც შეთანხმება და კონსენსუსი არის, იმიტომ რომ კრედიტი გაძვირდა და იმიტომ რომ იცით რა, იმ რამოდენიმე წლის წინ, 5 წლის წინ ამდენ ადამიანს კი არ ქონდა კრედიტი აღებული, იმიტომ რომ რაღაცა ტრადიცია ჩამოყალიბდა, რაღაცა სტაბილურობა ჩამოყალიბდა თქვენს და სხვებმაც, ვისაც კრედიტი აქვს, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ისინი იყვნენ დარწმუნებულები, რომ სამუშაო იქნებოდა სტაბილური სიტუაცია და შეძლებდნენ შემოსავლით, ესე იგი ცხოვრებას. ეხლა რაც შეეხება იმას, რასაც თქვენ ბრძანეთ, რა თქმა უნდა, მეც მინდა გიპასუხოთ, იყო ძალიან ცუდი ფაქტები და სამწუხაროდ ეს ფაქტები, იმდა გავიდა უკვე 2 წელიწად ნახევარი, კონკრეტული ადამიანებზე ვსაუბრობ, არ არის დაშლილი. მე მაქვს ინფორმაცია სხვა შორის ბიზნესის გადანაწილებაზეც, მაქვს ინფორმაცია. დღესაც ხდება ბიზნესი ვის მიერ? კი, მთავრობის მიერ, კონკრეტულად მამაცაშვილის გვარმა გაიჟღერა, კონკრეტული ადამიანები ფოთის სპორტში გამიგია ძალიან ბევრი ამბავი. ჯერ ეს ადამიანები ხმამაღლა ალაპარაკობენ. ბენზინის ბიზნესშიც გამიგია, ჩამოტანის ბიზნესში, ანუ ტვირთების ჩამოტანის ბიზნესშიც გამიგია, ბაზრობებზეც გამიგია. იცით, არის პერიოდი, რომ ეს ადამიანები ალაპარაკდებიან და რა თქმა უნდა, მაგრამ ისევ ვიმეორებ.
ყველაზე ცუდი არის დაუსჯელობა, რომ თუ დანაშაული იქნა ჩადენილი, უნდა დასჯილიყო ეს ადამიანები. დეპარტამენტი კი არ შექმნა შექმნილი ყოველთვის ნახევარზე. კონკრეტული საქმეები უნდა ყოფილიყო და მე მხოლოდ მაგრამ დღეს პროკურატურას ამისთვის არ ცალია. ეს პოლიტიკური დევნის იარაღია და გადასულია იმაზე, რომ პოლიტიკური ოპონენტებს შეუქმნას პრობლემები. და მათ შორის უკანონო პატიმრები ყავს დღეს საქართველოს და ამას ამბობს ევროკავშირიც, ევროპარლამენტიც, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ძალიან საყურადღებო განცხადება იყო წინასწარ პატიმრობაზე. ყველაფერი ცუდის გამო ჩვენ ვაგებთ პოლიტიკური პასუხი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, როცა არის ნიშნით ფუგებით საუბარი, აი თქვენ დროს როგორ იყო? აი ჯერ ბიუჯეტი გაასამაგონ, ჯერ ქვეყანა წინ წამოწიონ და არა უკან დასწიონ და არა დააბრუნეს 10 წლის შემდეგ. და არ ილაპარაკონ, აი ყოველ ბევრი წყვილი. თორჩოს დასჯაზე როცა ამბობთ, არ ვიცი ალბათ მოსმენილი გექნებათ ისიც. არაერთხელ თქვენი ოპონენტების მხრიდან რომ თავის დროზე ეხ შემთხვევით გამახსენდა იგივე გირგულიანის ამბავი როცა გახმაურდა, რომ დაესაჯა იგივე მიხეილ სააკაშვილის ანდა ხელისუფლების მაღალი შტოს წარმომადგენლებს ის პირები, ვისი გვარებიც იმ გამოძიებაში ფიგურირებდნენ, შესაძლებელია ისე ხერხემალში არ გადა შეიძლება ხელხემალში ისე არ გადატეხილიყო თქვენი ხელისუფლება. ანუ თქვენ როცა ამბობთ დასჯაზე, ამიტომ დამახსენდა და ერთადერთი ადამიანზე რაც სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვანო მერაბიშვილმა ამაზე და დანარჩენი ვინც იჯდა ციხეში, ხო? ის ადამიანზე მეტი არაფერი არ დამატებია, რომ რაღაცა იქ. მე გეთანხმებით, რომ მაშინ უნდა ყოფილიყო ადეკვატური რეაგირება, უფრო სწრაფი რეაგირება. ეს უბრალოდ გამახსენდა, ეხლა თქვენ როცა ითხოვთ ვიღაცეების დასჯას. მადლობა. ირმა, ბოლოსკენ ქავეტანაგეთ სანოკლეთ იყო ეს ყველაფერი. ბედუკაძე საკუთარ გმირად და საკუთარ პარტიის სახეთ რო აქცევ, ალბათ პრეტენზიები ჩემთან მე აღარ უნდა გქონდეს. თუ წამებაზეა საუბარი, გაგახსენებთ იქ საწოლებზე ჯაჭვობით მიბულ პატიმრებს, კორტავას საქმეს და თათუხაშვილებს, რომელსაც მთელი ოჯახი ამოუწყვიტეს. ამ ბიჭის გარდაცვალების შემდეგ ოჯახის კიდევ 2 წევრი დაიღუპა. ამიტომ უბრალოდ მოგაუყვებით ამ ბრალდებებს. ეხლა ამ ბრალდებების დრო არ არის, ბრალდებების კი არა მთავრობა უნდა გამოფხიზლდეს რამენერად და მიხვდეს, რომ ისინი საქმეს ვერ ეკეთებენ და უნდა წავიდნენ. დიდი მადლობა. ეხლა მეუბნებია რომ ზარების რაოდენობა 100 და 60,000 როგორც ჩანს ეს თემა ხვალინდელი მიტინგის და ნაციონალური მოძრაობის აქტიურობის არის ძალიან აქტუალური საქართველოში ჩვენი მაყურებისთვის. მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში. არა, მე არ ვიცი, მე ეთერში ვზივარ და ვმუშაობ და როგორც წეგან გითხარით, დაგვიდასტურეს რაღაც ტექნიკური შეფერხება და იმედია რომ ეს ტექნიკური შეფერხება შეიძლება უკვე აღმოიფხრო. კიდეც არ ვიცი. მიწერეთ თქვენ ვინც გწერენ რომ აბა კიდევ სცადონ და იქნებ აღმოფხრი. ერთი მინდა ნამდვილად იცოდეთ რომ ამას მე არ ვაკეთებ. ძალიან დიდი მადლობა. ახსნა არის ასეთი რომ იმდენად ბევრი ზარი არის შემოსული 60,000-ზე ზევით ზარი ჩვენს გადაცემაში არასოდეს არ ყოფილა როგორც ჩანს რაღაც ტექნიკური ხარვეზია. ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. მიხეილ მაჭავარიანი და ირმა ნადირაშვილი საუბრობდნენ პირდაპირ ეთერში. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ დღეს ხელისუფლება ალბათ ამ დებატზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში მაყურებლისთვის ალბათ საინტერესო იქნებოდა მათი პასუხი ოპოზიციის მიერ წამოყენებულ ბრალდებებზე, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მათი მოთხოვნა იყო, რომ ეს თემა ამ ფორმატში არ უნდა გაშუქებულიყო. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ვართ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, ასევე დებატებით სამეგრელოდან გვერდთვებიან სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა და საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ხვარაია და ჩვენი სტუმრები იქნებიან ასევე მსახიობი გიორგი გურგულია და ზაზა ბიბილაშვილი და ასევე იქნება ჩვენი სტუმარი ბატონი გია სალუხვაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ყველა თაობა, ადამიანი, რომელიც არის ავტორი იმ ფილმისა, რომელიც შეეხება სააკაშვილის 9 წლიან მმართველობას და ფილმისა, რომელსაც მოყვა სკანდალი, რატომ ეწებოდნენ მის ჩვენებას სკოლის მოსწავლეები. მოკლედ ეს ყველაფერი რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ. რეაქცია ბრუნდება კვლავ პირდაპირ ეთერში, რამდენიმე წუთში ჩვენ გვექნება დებატები სამეგრელოს ყოფილ გუბერნატორ თენგიზ გუნავასა და საკრებულოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს შორის, ასევე ჩვენი სტუმრები იქნებიან გიორგი გურგულია, მსახიობი ზაზა ბიბილაშვილი, სამართალმცოდნე და გია სალუხვაძე, ავტორი იმ ფილმისა, რომელიც სააკაშვილის 9 წლიან მმართველობას შეეხებოდა. მანამდე კი პირდაპირ ეთერში რეაქციას განაგრძობს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია. საღამო მშვიდობის დიდი მადლობა ბატონო ლევან, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. თქვენ ალბათ ისმენით გადაცემის პირველ
პირველ ბლოკში აქ ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან იგივე პოლიციის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს, დადანაშაულებას კრიმინალთან თანამშრომლობაზე და სხვადასხვა ბრალდებებს. ამაზე დეტალურად ალბათ ჩვენ ვისაუბრებთ დღევანდელ ინტერვიუში. მანამდე მე მინდა თქვენთან დავიწყო საუბარი სწორედ ხვალინდელი დღით. ელოდებით თუ არა, რომ ხვალ შესაძლებელია რაიმე ექსცესებს კონდეს ადგილი, იმიტომ რომ აქციის პარალელურად ჩვენ ვხედავთ, რომ კონტრაქციების მოთხოვნაა, გამოდიან ადამიანები, მათ შორის იყო მაგალითად ბატონი გურგულია, რომელიც ასევე იქნება ჩვენი სტუმარი და ამბობენ, რომ ნაციონალებს არ უნდა მიუცეთ უფლება, რომ ჩაატარონ საკუთარი აქცია. რა სიტყვით ხვარასელი? მოგესალმებით, ქალბატონო ინგა, არაფერი განსაკუთრებული ხვალ არ ხდება. ეს არის ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, რომ გამოხატოს აზრი როგორც თვითონ სუბიექტურად, ისე სხვებთან ერთად, კოლექტიურად, შეკრებების თუ მანიფესტაციის სახით. შესაბამისად, სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში ჩვენს უწყებას, აქვს პოზიტიური ვალდებულება დაიცვას თითოეული მონაწილის უსაფრთხოება და სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ დაამკვიდრა ეს კულტურა და ვალდებულება, როდესაც მასიურ თავშეყრას აქვს ადგილი, პოლიცია მაქსიმალურ ზომებს იღებს. განსხვავებით იმ ახლო წარსულისგან, წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც რამდენჯერმე ჩატარებულა მასობრივი ღონისძიებები, მაგრამ პოლიციის მხრიდან ეს ვალდებულება, რომელიც კანონით გააჩნდა მას, საერთოდ არ იყო მოცემული რეალობაში. ჩვენ ამ მიმართულებით ვართ ძალიან კონსტრუქციულები. საჯაროდაც გაჟღერდა და ეს არ უკავშირდება მხოლოდ ხვალინდელ აქციას, არამედ წინამორბედ აქციებსაც, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მიერ უკვე ორი ჩატარდა ასეთი სახის, სადაც ჩვენ ორგანიზატორებს ვხვდებით, მათთან ერთად გავდივართ კონკრეტულად თუ რა მარშრუტს, რა მოცულობის და რა სახის ღონისძიებებს ექნება ადგილი, რათა სწორედ მათივე ინტერესებიდან, მათივე უსაფრთხოების ინტერესებიდან და რასაკვირველია სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მაქსიმალურად იყოს თითოეულის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი და სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა და სტაბილურობა უზრუნველყოფილი. თუმცა თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ეშინია მათი და შეიმჩნევა ხელისუფლებაში გარკვეული პანიკები და მაგალითად ის შეხლა-შემოხლა, ქვები, ჯოხები, დაპირისპირებები, რაც ჩვენ ამ დღეებში ვიხილეთ, უკავშირდებაო სწორედ ხელისუფლების პანიკას. და რომ სუსი აკონტროლებს რეგიონებში დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა განცხადება, რომ რეგიონებში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს იმისათვის, რომ ისინი არ ჩამოვიდნენ ხვალინდელ აქციაზე, აშინებენ სუსის თანამშრომლები. აი რა სიტყვით? მე მინდა ერთი კონკრეტული ფაქტი დაგვისახელონ ამასთან დაკავშირებით, როდესაც საუბარია ოპონენტების მხრიდან შემდეგი ფრაზებით გამიგონია მსმენია, მაგრამ ამას კონკრეტული მტკიცებულებები არ მოყვება, მერწმუნეთ ძალას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ხალხი დაარწმუნოს, ჭირდება უფრო სერიოზული დამოკიდებულება ამ ეგრეთ წოდებული გაგონილი ინფორმაციების მიმართ. ამ თემაზე სხვათა შორის ირაკლი ალასანიაც საუბრობს, რომ დღეს რეალურად სუსი მართავს პოლიტიკურ პროცესებსაც და ქვეყანასაც. მე ურჩევდი, რომ იგივე სტილით, ანუ იგივე გაგონებით და იგივე რაღაც მოსმენილით არ იყოს შემოფარგლული, მათ შორის ბატონი ირაკლიც და კონკრეტული ფაქტები თუ იქნება თითოეული სუბიექტისთვის, ვინც აი ამ გაგონილი საფუძველზე საუბრობს, მეტი დამაჯერებლობა იქნება და მეტი სანდოობა მოსახლეობის მხრიდან. ამიტომ ყველა ეს ფაქტები მიმართულია იმისკენ და ასეთი სახით მიწოდებული ინფორმაცია იმისკენ, რომ ერთგვარად ოპონენტმა ძალამ გააჩინოს გარკვეული უსამართლობის განცდა, რათა მუხტი შეიქმნას საპროტესტო მოსახლეობაში, მაგრამ როდესაც ამის კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს, ბუნებრივია და ეს ყველაფერი უსაფუძვლო ხდება და შესაბამისად მოსახლეობას ამის ლეგიტიმაცია არ აქვს, რომ პროტესტი გამოხატოს. თანაც დღეს მოგეხსენებათ, რომ ყველანაირად არის შესაძლებელი მოსახლეობას ყველა მასობრივი საშუალებების გამოყენებით ინფორმაცია მაქსიმალურად მიაწოდონ. თხოვ დაბეჯითებით ეს ფაქტები წარმოადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის მართლაც საფუძველს მოკლებული და ღიმილის მომგვრელი, თითქოს და ეხლა ჩვენ გვეშინია რაღაც მოგონილი ბრალდებების და თითქოს და ჩვენ ამის შიშით ამ საღამოს ვერ დავიძინებთ. მოკლედ, ერთ სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ მეტი სერიოზულობა, მეტი პასუხისმგებლობა და მეტი დამაჯერებლობა, როდესაც რაღაც
ისევ მათ სიტყვებს დავესესხები გაგონილ ანუ სადღაც გამიგიას კი ბატონო, მაგრამ მაშინ როდესაც აი ისინი ერთ-ერთ მაგალითს გეტყვით, მაგალითად გასულ კვირას მომხდარი შემთხვევა, იგივე ზუგდიდში, ანუ ნაციონალებსა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორის, რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და ისინი ამბობდნენ, რომ ეს იყო თუნდაც აი ეს ქვები და ჯოხებით შეხლა-შემოხლა ის ფაქტი, რაც ვიხილეთ, ამისი პირდაპირი დადასტურება, რომ ხელისუფლება მართავს ამ პროცესებს და თუ არ ვწდები, საუბარი იყო იმაზეც, რომ ამ დარბევებში მონაწილეობდა თქვენი სიმამრეც. ანუ აქედან გამომდინარე, რას იტყვით, როცა ხელისუფლება არის ჩართული ასეთი ტიპის აქციებში, აქ თუ არა მათ ლეგიტიმური უფლება თქვან, რომ მართული არის ეს პროცესი? ისევ იმდენი ტყუილი მოვისმინე ამ ერთი კვირის განმავლობაში, რომ პროტესტის ნიშნად 4 შაბათს გადაცემა არჩევანში არ მივედი, თუმცა წამყვანს არ უთქვამს ჩემი პროტესტის შესახებ, რამ განაპირობა ეს პროტესტი. სამხრივად იქნა კითხვა დასმული თუ ჟურნალისტის მიერ ვინ იყო ამ სისხლიანი ეგრეთ წოდებული ინციდენტის ორგანიზატორი და შემკვეთი და ამ კითხვის პასუხად ითქვა, რომ იზორიას, ესე იგი სიმამრი მონაწილეობდა აქციაში. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და იმავე დღეს კატეგორიულად უარყავი, თქვენ შეგიძლიათ ნიუპოსტის საიტი იხილოთ, ეს მოხდა 1 საათის შემდეგ, როდესაც ნადარეიშვილმა გამოაქვეყნა ისია, რომ ის მონაწილეობდა მშვიდობიან აქციაში კვირა დღეს, ამის კონსტიტუციური უფლება მას ჰქონდა, მაგრამ ფიზიკურად როგორც ის ამტკიცებს იმ მშვიდობიან აქციაშიც მისი საკუთარი ოფისის წინ არ მდგარა, სურათი კი წარმოაჩინა, მაგრამ რატომღაც არ გაადიდა, მარტო ის გაადიდა, სადაც მშვიდობიან აქციაში მართლაც მონაწილეობდა ჩემი სიმამრი, მაგრამ რაც შეეხება მე ვთხოვდი გაადიდო სურათი და მეტი, ანუ აქაც მორიგ ტყუილს აქვს ადგილი, მაგას ვამბობ. ანუ თქვენი სიმამრი მონაწილეობდა მშვიდობიან აქციაში, მაგრამ არა იმ ჯგუფში ამასა. და აი ამას მე ახლა რატო უკაცრავად საზოგადოებას რომ ამდენს ვლაპარაკობ ჩემს სიმამრზე, მაგრამ უბრალოდ ამ სტილით მინდა კიდევ ერთხელ საზოგადოება დავარწმუნო თუ რა ფორმა აქვს აი ამ სიცრუეს, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა გვთავაზობს, ყველანაირი ფორმით სურთ მოსახლეობას უთხრან ტყუილი და შემდეგ ამ ტყუილის გაბათილების საშუალება მეორე მხარეს ძალიან ნაკლებად ეძლევა. კერძოდ დაანონსდა თითქოს და მონაწილეობდა, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ გააჟღერდა ჩვენს მიერ უწყების მიერ, რომ კატეგორიული უარი, რომ არავითარ ინციდენტში ის არ იმყოფებოდა და არ მონაწილეობდა, არ გაჟღერდა, რაც ერთგვარად საავტორო გადაცემისთვის ცოტა დიდი კითხვების ნიშნების მომცემია, იმიტომ რომ მოდით, ხვის საავტორო გადაცემაზე ნუ ვისაუბრებთ, მე გამეცით პასუხი. გასაგებია. ამიტომ სტილს ვამბობ, ეს ერთ-ერთი ნაწილია სამწუხაროდ ვამბობ, ერთ-ერთი ანუ ამ მიკერძოებისა, იგივე ამ გადაცემის და მე მექნება იქ შესაძლებლობა მისვლისა და ბუნებრივია მათთან ერთადაც ამ ჩემს კონკრეტულ პრეტენზიებს დავაფიქსირებ, ამიტომ ვამბობ, რომ ამ უსამართლობის კასკადი მთელი ამ ერთი კვირის განმავლობაში ვიხილებ პირადად მეც, ჩემს ესე იგი პირადულ სფეროში, რაც შეეხება იმ საკითხს, რაც თქვენ წამოჭერით სამეგრელოსთან დაკავშირებით, არსებობს ოპერატიული კადრები და მიცით რომ გამოძიება მიმდინარეობს ამაზე, სადაც ნათლად ჩანს, ეხლა არ მინდა დეტალებზე საზოგადოებას ვესაუბრო, თუ საიდან გაჩნდა ეს ხელკეტები, თუ საიდან იყო პროვოკაცია, და ამაზე ბატონმა პრემიერმაც განცხადება გააკეთა, რომ ეს ცალსახად შემიძლია ვთქვა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, საგამოძიებო დეტალებზე ახლა საუბარს არ გავაგრძელებ, მაგრამ ცალსახად ჩანს, რომ ეს იყო სწორედ ოფისში, ეს ხელკეტები, ეს დაფიქსირებულია ვიდეო მასალით, შესაბამისად ქვების სროლაც და ეს უწმაწური სიტყვები და გამაზიანებელი დამოკიდებულება მაპროვოცირებელი სწორედ იქიდან მომდინარეობდა, თუმცა ის ბრალდებები, რომ თითქოს და პოლიცია უმოქმედო იყო, მეცაც გეტყვით, პოლიცია რო არ ყოფილიყო, ძალიან მძიმე შედეგი დამთავრდებოდა. პოლიცია ყოველთვის არის იქ, სადაც არის პოლიცია გაურიგდა კრიმინალებს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ბრალდება, როდესაც ისინი თქვენი ოპონენტები დაუშვათ მოითხოვენ ხელისუფლების პასუხისმგებლობას, ერთ-ერთი მთავარი ბრალდება წეგან ამ სტუდიაშიც იყო ამაზე საუბარი არის ის, რომ პოლიცია გაურიგდა კრიმინალებს, პოლიცია შეკრული არის კრიმინალურ ავტორიტეტებთან, ხდება დამნაშავეებისთვის ხელშეწყობა, საზღვრის გადაკვეთის და ასე შემდეგ. კონკრეტულ მაგალითს დღეს ეს ძალიან აქტუალური თემაა, თუ როგორ უწყობს მაგალითად დეპუტატი პოლიციელს ხელს, ანუ აქეზებს, სამართლებრივი ტერმინით რო ვთქვას, ჩაიდინოს უკანონობა. ზოგმა თქვა და მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია, რომ თითქოს და
ეს იყო კანონიერი უფლება პოლიციელის, არადა პოლიციელი უკანონობისკენ კი არ უნდა უბიძგოთ ჩვენ, არამედ ყველა იქნება ეს ოპოზიცია თუ პირველ რიგში ხელისუფლება, სწორედ მათი დაცვისკენ უნდა იყოს მოწოდებული. ეს ხალხი ყველაზე დიდი სტრესის ქვეშ მუშაობს და შესაბამისად განა უკანონობა უნდა ჩავადენინოთ, როგორც ეს იყო თარგამაძის ფაქტთან დაკავშირებით, არამედ მათ უსაფრთხოებაზე და იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ოჯახში მივიდეს მშვიდობა. მაგრამ ეს პოლიციელი რუსლან ბაზიაშვილი, ვისაც თქვენ ამბობთ, რომ თარგამაძემ ჩაადენინა უკანონობა, ამბობს, რომ ეს იყო მისი ვალდებულება, რომ მას არანაირი უკანონობა არ ჩაუდენია. აი თუ მომცემთ სულ ორიოდე სიტყვას მოსახლეობას ეს არგუმენტები არსმენია და მინდა დამატებით რაღაც არგუმენტები მივაწოდო და ამით გავხადო ნათელი ვინ უბიძგებს და აქეზებს კრიმინალს და ჩვენი პოზიცია როგორია კრიმინალზე, ამაზეც მოგვიანებით გეტყვით. კერძოდ ფაქტს ჰქონდა ადგილი, რომ ამ დასახელებულმა პოლიციელმა, რომელიც სხვათა შორის არ მუშაობს აჭარის მთავარ სამმართველოში, ანუ ამას ვერ ნახავდა ფიზიკურად, არამედ გურიის მთავარ სამმართველოში, ჩააღწია, ესე იგი ამ მონაცემთა ბაზაში, შევიდა მონაცემთა ბაზაში და უკანონოდ გასცა ეს ინფორმაცია. თუ რატომ იყო უკანონო, ახლა გეტყვით. კონტრარგუმენტი მოვისმინეთ, რომ თითქოს და დეპუტატს აქვს იმის უფლება, მიიღოს ინფორმაცია, არ გასცეს წყარო და შესაბამისად არ მისცეს ჩვენება. კონსტიტუციით მართლაც გარანტირებულია ეს უფლება, მაგრამ ეს ჩანაწერი კი არ იცავს ინფორმაციის წყაროს, მით უფრო თუ ის სამართალ დარღვევას ჩადის, მით უფრო პოლიციელს, რომელსაც უფრო მეტი შეზღუდვა აქვს ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით, მათ შორის საჯაროდ გამოსვლის თვალსაზრისით, ანუ თარგამაძეს არ ემუქრება პასუხისმგებლობა და ემუქრება ამ პოლიციელს. გასაკურველია, ხო გეტყვით, ეს არის სამართლებრივად ამას ქვია მამხილებელი, თუმცა ამ მამხილებელმა, რომელმაც უნდა ამხილოს საჯარო სამსახურში, თქვათ ვიღაცის უკანონობა კოლეგის და ამაზე ფლობს ინფორმაციას, კანონი პირდაპირ განსაზღვრავს ადრესატებს თუ ვის უნდა მიაწოდოს და რატომ. იმიტომ განსაზღვრავს, რომ ამ ადრესატმა, რომელიც არის ამ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანო, პროკურატურა, სახალხო დამცველი, ან შიდა მოკვლევის სამსახური, უნდა დაადგინოს ობიექტურობა, ანუ მოწინააღმდეგე არგუმენტიც უნდა მოისმინოს, რათა არ მოხდეს საჯარო სამსახურის დისკრედიტაცია, იმიტომ რომ შეიძლება ამ მხილებას სუბიექტური ინტერესი ჰქონდეს და ამ შემთხვევაში აშკარად კანონი დაირღვა, აშკარად დისკრედიტაციას ემსახურებოდა ეს პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროსი, შესაბამისად პოლიტიკური ნიშნით მოხდა და ეს არის სწორედ უკანონობა, რასაც მთელი წლები ვაპროტესტებდით. გივი თარგამაძემ გააკეთა დღეს პირველი კომენტარი გამოძიებაზე, თარგამაძე აცხადებს, რომ საქმეში გამოსაძიებელია ის თუ ვინ, როგორ და ვისი დავალებით გადააპარეს პოლიციელის მკვლელის საზღვარზე, რა შეგიძლია? აგერ მაქვს ძალიან კაია, რომ ეს გამოსაძიებელია როგორ მოხდა კრიმინალური პოლიციელის მკვლელის გადაყარება საზღვარზე, რომელი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ, დიახ. რატოა ინფორმაცია გამოსაძიებელი და ყველა მხარის მიერ ინფორმაცია მისაღები ამის ნათელი მაგალითია, სწორედ ეხლა რაც თქვით, კერძოდ დევაძის ფაქტი ამ პიროვნებამ, კერძოდ ბაზიაშვილმა, პოლიციელმა მონაცემთა ბაზიდან ამოიღო ინფორმაცია საზღვრის კვეთის შესახებ, აი ამ დევაძის საზღვრის კვეთის შესახებ. მაგრამ მოსახლეობას მიაწოდეს არასრულყოფილად, ანუ манипулირება მოხდა. კერძოდ აქ არის შესაბამისი გრაფები და ერთ-ერთ გრაფაში წერია შესვლა ან გამოსვლა და შესაბამისად ეს პიროვნება ითხოვდა გასვლას, ანუ გრაფა ივსება გასვლის მოთხოვნა ჰქონდა დევაძეს. მაგრამ აქ რაც წითლად არის მონიშნული, აი ეს არაჩვენის საზოგადოება, სადაც წერია პირდაპირ და ამის შეცვლა შეუძლებელია ელექტრონულად, პირდაპირ წერია სტატუსი უარი ეთქვა გასვლაზე, ხოლო როგორ გაჟღერდა და როგორი ტყუილი მიაწოდეს მორიგი ნაციონალებმა, კერძოდ ვიღაც პატრულ ინსპექტორმა ნაცნობმა თითქოს და გადაუშვა ის, მაგრამ ნეიტრალურ ზონაში კრიმინალურმა პოლიციამ დააკავაო და ამიტომ აი კრიმინალებთან როგორ თანამშრომლობენ, როგორ უშვებენ საზღვრებზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ნათელი მაგალითი ტყუილისა. თქვენივე კადრები ამას ამბობთ ბატონო ლევან. მე იცით რა მინდა გითხოთ, 9 თანამშრომელი დაითხოვეს, უკაცრავად დაგისვათ თუ შეიძლება კითხვას. შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვილი არის 9 თანამშრომელი. მუდმივად მიდის საუბარი იმაზე, რომ თქვენი
ისინი სუსტი რგოლი არის ის ძველი კადრები, რომელთა გამოთაც თქვენ უპირისპირდებოდით ძველ ხელისუფლებას. ჯერ კიდევ ვიდრე ცოცხალი იყო იური ვაზაგაშვილი სიკვდილამდე საუბრობდა იმაზე, რომ დღევანდელ ძალოვან სტრუქტურებშიო არიან უამრავი ის ადამიანები არიან თავმოყრილი, ვინც ძველი ხელისუფლების დროს იყვნენ და იგი ადანაშაულებდა მათ. სიაც კი გადავეციო ბიძინა ივანიშვილს. ანუ თქვენ ამბობთ, რომ პატრულებში, პოლიციაში, კრიმინალურ პოლიციაში და ასე შემდეგ ყავთ ადამიანები, რომლებიც თანამშრომლობენ ძველ ხელისუფლებასთან პროვოკაციების მიზნით. ნიშნულოვანი კორექტირება მინდა გავაკეთო პირიქით ჩვენს უწყებაში არის უმეტესობა ღირსეული ადამიანი, რომელიც კეთილსინდისერად ემსახურება ქვეყანას და კანონის ერთგულია, ანუ უკანონობას არ ჩადის, არ ხელმძღვანელობს პარტიული ინტერესები და თუ აქვს ეს პარტიული სიმპათია, ეს მისი პირადი საქმეა, ეს ჩვენ განვაცხადეთ და ამის ახსრულება და ამოცანა შევასრულეთ მაგრამ ერთ დღეს 9 ადამიანის გაშვება არ პირიქით ის რაც თქვენ ბრძანეთ ის ერთეულის შემთხვევებს სადაც უკანონობა იკვეთება სწორედ ჩვენ სიძლიერეზე მეტყველებს როდესაც ჩვენ ამის ესე იგი გამოვლენის და გამოაშკარავების საფუძველი გვაქვს ჩვენი ეფექტიანი მუშაობით ასე რომ წინასწარ სანამ სამართალდარღვევას ადგილი არ ექნება განსაზღვრა იმისა თუ ვინ ჩაიდენს აპრიორად მომავალში დანაშაულს ეს ძალიან რთულია ამიტომ როდესაც ქმედება სახეზეა სწორედ რომ ჩვენი უწყების ეფექტიანობაზე მეტყველებს ის რომ ამის ეფექტიანი გამოვლენა ხდება მიეცემა ყოფილი პოლიციელი რუსლან ბაზიაშვილი და არ აღიძრება საქმე გივით არ გამაძის ამას მე ვერ დაგიკონკრეტებთ იმიტომ რომ ეს არის უკვე პროკურატურის პრეროგატივა საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო შესაბამისად მე უფლებამოსილი არ ვარ რაც პიროვნულად და უწყებრივად რომ ამ უფლებამოსილების ფარგლებს გადავაცილო. ეხლა რაც შეეხება ერთ დეტალს თქვენ გადაცემის დასაწყისში ბრძანეთ რომ კითხვას დამისვამდით ველოდი ამ კითხვას კერძოდ იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ მონაწილეობენ უმრავლესობის წარმომადგენლები გადაცემაში. აჰა კი ბატონო თუ ფორმატს არა ბრძანეთ ვინაიდან თქვენ თვითონვე შეეხეთ მე კიდევ ერთხელ თქვენის ნებართვით ქალბატონო ინგა პატარა კორექტირებას გავაკეთებდი თქვენ ბრძანეთ რომ ერთგვარ მითითებას ჰქონდაო ადგილი სერწმუნეთ ասეთ რამეს მე დავაზუსტე და ადგილი არ ქონია მითითება უკაც ეთიწუთით რაზე მე დავები მითითებას ადგილი თქვენ რასაც ეძახით ჟურნალისტურ ენაზე რასაც მე ვამბობ მაშინ ადამიანურ ენაზე მოვთარგმნი ასე რომ თუ გაკეთდებოდა ეს თემა მაშინ ხელისუფლება უარს ამბობდა რომ მიეღო მონაწილეობა. აქედან გამომდინარე დავსვი დიდი მადლობა ამ დაზუსტებისთვის მათ უფლება ჰქონდათ უარი ეთქვათ უბრალოდ ეს ისე არ მიიღო თითქოს და რაღაც გადაცემის ბოიკოტია ან რაღაც პიროვნულია უბრალოდ როდესაც კონკრეტული თემა აქციაზე მიდის თუ არა მოქალაქე მათ უბრალოდ ჩათვალეს რომ ეს არ არის აქტუალური თქვენ რატო აკეთებთ ამ განცხადებას თქვენ ბრძანდებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თქვენ ხომ არ ხართ პოლიტიკოსი რომელიც არა მე მაინტერესებს რას ნიშნავს ჩემს გადაცემაზე კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მხრიდან უკაცრავად დამიკონკრეტეთ თუ შეგიძლიათ რატომ აკეთებთ ამაზე თქვენ კომენტარს რომ თქვენ გაარკვიეთ რას ნიშნავს გაარკვიეთ და როგორ გაარკვიეთ ვინ რას ამბობდა და ვისთან რა მოლაპარაკებები ქონდა როდესაც კითხვა დამისვით ქალბატონო ინგა მე კითხვა დავსვი პოლიტიკურად რამდენად სწორედ მიგაჩნიათ იმიტომ რომ თავის დროზე ხო როცა თქვენი ხავით ოპოზიციაში არა ბატონო ლევან დამასრულებინეთ მე მაინტერესებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ რა ფორმით გაარკვია რა მოლაპარაკებები იყო ჩვენს პროდიუსერებსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის ეს ძალიან სერიოზული რამ შორის თქვენი უფლებების დაცვა ჩემი მოვალეობაც არის როდესაც თქვენ განცხადებას გააკეთებთ რომ ვიღაცა ზეწოლას ან მითითებას აკეთებს თქვენ ჟურნალისტურ საქმიანობაზე მე ვალდებული ვარ როგორც საჯარო სამსახურის წარმომადგენელი ამ ბჭყალებში უკანონო ამ შემთხვევაში უკანონო ქმედების მიმართ კონდეს ჩემი როგორ გამოარკვიეთ მას რას ქონდა ადგილი მაინტერესებს ვინმე დაიბარეთ ვინმეს დაურეკეთ არა რაც თქვენ თქვით ზუსტად იმას ქონდა კი მაგრამ თქვენ თქვით რომ მე გავარკვიაო მე მაინტერესებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ როგორ გაარკვია რა მოლაპარაკებები მიდიოდა პროდიუსერებსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო თემაა ბატონო ლევან უკაცრავად
კი ბატონო, გეუბნებით, რომ ჩვენი პრეს-ცენტრის მეშვეობით დაზუსტდა, ადგილი ქონდა დაგიკავშირდა სწორედ პრეს-ცენტრი. საპარლამენტო, ამას გეკითხებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორ არკვევს მე დავინტერესდი, ქალბატონო, საპარლამენტო მე დავინტერესდი, ქალბატონო ინგა, ადგილი ქონდა თუ არა რამე ზეწოლის ფაქტს. ეს არის ჩემი ლეგიტიმური უფლება და შესაბამისად სამსახურში, იმიტომ მოგვიყვანა და ხელისუფლებაში ხალხმა, რომ პირველ რიგში თქვენც დაგიცვათ, რათა ყველას მე ჩემს თავს როგორმე დავიცავ ნებისმიერი ზეწოლისგან, სხვა შემთხვევაში ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ჩემი გადაცემების შესახებ ინფორმაციები აზუსტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ეს ჩემი უცხოელი პასუხია და ბოლო კითხვა უნდა დაგიცვათ. ისა პირველი კითხვა ქალბატონო ინგა მე არ sagedavებით. თქვენ უბრალოდ მე არ ვისურვებდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არკვიოს მოლაპარაკება ჟურნალისტების საქმიანობასა და თუნდაც მოლაპარაკებებში საპარლამენტო უმრავლესობასთან. მე ეს მაკვირვებს, ამას გეუბნებით. კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, არავითარი საუბრის დეტალების გარკვევა არ ხდება, უბრალოდ გარკვევა ხდებოდა იმასა, ქონდა თუ არა რამე ზეწოლას ჟურნალისტის საქმიანობაზე. და ვინ გიქრათ, რომ არ ქონია ზეწოლას ადგილი, ან ქონდა ზეწოლას ადგილი. მაინტერესებს უბრალოდ რა ფორმით, თუ ძალიან გინდათ, მე არ ვაპირებდი ესე ღრმად ჩაყოლას, მაგრამ ეხლა თქვენ მე მადანაშაულებთ, რომ მე არასწორი ინფორმაცია მივაწოდე ჩემს მაყურებელს. მაშინ მე მაინტერესებს, ვინ გითხრათ, რა ფორმით გაარკვია სამინისტრომ, იყო თუ არა ზეწოლა. ამ თემაზე თუ გინდა ცალკე გადაცემა მიუძღვნათ ამ თემაზე არა, მე არ მინდა რომ ამ თემაზე მესაუბრებოდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მეტი არაფერი. ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ. აი ეს სტერეოტიპიც, აი ბოდიშვიხტი რა, ეს სტერეოტიპი ძველი დროიდან რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ პოლიციურ ფუნქციებთან არის გაიგივებული და რაღაც ძალოვანი სისტემის სახელი აქვს დამკვიდრებული, ეს ძველი სტერეოტიპია. თუ ჩვენ გვინდა ევროპული ტიპის მოდერნიზებული შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს არის საშინაო საკითხები, მათ შორის თემები, რომელიც ეხება ჟურნალისტთან ურთიერთობას, მათ შორის იქნება მე მაქვს ძალიან ცუდი პრაქტიკა, მაშინ ეხლა გეტყვით პირდაპირ ეთერში ერთ რაღაცას, რაზეც მე არ ვსაუბრობ ხმამაღლა და არც ეხლა არ ვაპირებ, რომ პირდაპირ ეთერში ვისაუბრო ამ თემაზე. მით უმეტეს, რომ დრო არის უკვე. მე მაქვს ძალიან ცუდი პრაქტიკა, როგორც ჟურნალისტს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთობაზე, იმიტომ რომ თავის დროზე ძალიან ცუდი ამბები ხდებოდა ჩემზე როგორც ჟურნალისტზე და მე არ მინდა რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მივიდე, მივმართო ისევ რაიმე გამოიძიონ რა ხდება რომელიმე ჟურნალისტის თავს, ან კიდევ პირიქით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის გაარკვიოს, რატომ არ მოვიდნენ, ან მე ვიყავი მართალი თუ მტყუანი, როდესაც ვამბობდი რომ მოლაპარაკება მქონდა საპარლამენტო უმრავლესობასთან. მე არ მინდა რომ თემას გავცდეთ, ძალიან ვიდავეთ და საერთოდ მართლა არ მინდა რომ მე მოვისმინო ამ თემაზე თქვენგან კომენტარები და ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ. დასრულდა თუ არა მოკვლევა საკმაოდ ხმაურიან და სკანდალურ საქმეზე, რომელიც საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის დავით სინარიძის სახელს უკავშირდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ამ საქმეს გენინსპექცია სწავლობდა. მინდა წაგიკითხოთ ციტატა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან. შინაგან საქმეთა სამინისტრო რეაგირების გარეშე არ დატოვებს არც ერთ მსგავს ფაქტს. რა შედეგი დადგა ამ საქმეზე და დაგემშვიდობებით. ეს შედეგი გახდება ბუნებრივია საჯარო შესაბამისად, როდესაც ეს პირველად მე დამისვეს, როდესაც პარლამენტში გახდით კითხვა და ის კომენტარი, რაც თქვენ ბრძანეთ, სწორედ ჩემი სიტყვებია, შესაბამისად ამ მოკვლევის შედეგებსაც ჩვენგანვე გაიგებთ. ანუ ჯერჯერობით არ შეიძლება საუბარი იმაზე მოკვლევა დასრულებულია. იქნება უკვე კონკრეტული შედეგი, ბუნებრივია ამ შედეგების მიმართ გაცნობა. კარგი და ბოლოს დააწყნარეთ თქვენი ოპონენტები, ანუ ხვალ არანაირ ექსცესებს ადგილი არ ექნება, არ ელოდებით. ყველაფერი იქნება მშვიდად და ყველას უფლებები იქნება მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ. ეს იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია. რამდენიმე წუთში სამეგრელოდან დებატებით ყოფილი გუბერნატორი და საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე. მანამდე კი მიდიხართ თუ არა ხვალ ნაციონალური მოძრაობის აქციაზე ზაზა ბიბილაშვილი სამართალმცოდნე გვერდება პირდაპირ ეთერში, შემდეგ გიორგი გურგულია. საღამომშვიდობის დიდი მადლობა რომ იღებთ ბატონ ზაზა გადაცემაში მონაწილეობას. თქვენი პასუხი მინდა მოვისმინო ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე. მიდიხართ თუ არა და თუ მიდიხართ, რატომ მიდიხართ?
მოგესალმებით, ქალბატონო ინგა, მივესალმები მაყურებელს, ნამდვილად მივდივარ, ჩემში ძალიან დაგროვდა ამ ბოლო ხანებში პროტესტის განცდა იმ რეალობის გამო, რომელსაც ჩვენ ყველანი ვხედავთ. გამოვეხმაურები იმ კითხვას, რომელიც თქვენ გადაცემის დასაწყისში დაუსვით ბატონ მიხეილ მაჭავარიანს, თქვენ კითხეთ მას, რომ თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ამ დაპირებების გამო მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და მისი ქართული ოცნება ხელისუფლებაში. ესე იგი, აქ ნამდვილად ჩემი აზრით იყო ორივე ფაქტი, ანუ ქართველი ხალხი, ქართული ამომრჩევლები, რომლებმაც ხმა მისცეს კოალიცია ქართულ ოცნებას, ისინი თვლიდნენ, ეს ჩემი ვარაუდია და მგონი სწორია ეს ვარაუდი, ისინი თვლიდნენ, რომ ის მიღწევები, რომელიც იყო იმ 9 წლის პერიოდში, ეს უკვე გავლილი პერიოდია, რომ ამ მიღწევებს საფრთხე არ ემუქრება, საუბარი არის ეკონომიკურ მიღწევებზე, საუბარი არის ძალიან ბევრი მიღწევაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს რუსეთის და ჩვენი ხელისუფლების გარდა და ის ცუდი, რაც ნამდვილად ხდებოდა წინა ხელისუფლების პერიოდში, გამოსწორდებოდა, ანუ კარგი დარჩებოდა, ხოლო ცუდი გამოსწორდებოდა. სინამდვილეში მოხდა სრულიად საპირისპირო, მოხდა პირიქით, რომ ის რაც კარგი იყო, ეტაპობრივად მიზანმიმართულად ნაბიჯ ხდება ამის ეროზია, ის მთავრდება კარგს ცუდი ერქმევა და ასე შემდეგ და ეს ფაქტიურად უკვე დასრულებულია ის ყველაფერი, რაც კარგი იყო, განვითარებაზეა საუბარი, მოდერნიზაციაზეა საუბარი, საგარეო ურთიერთობებზეა საუბარი, შიდა ეკონომიკაზეა საუბარი და ასე შემდეგ და ის რაც ცუდი იყო, ის არ რჩება, აღრმავდება. და ამის საუკეთესო დასტური არის თქვენი დიალოგის ბოლო ეპიზოდი ბატონ იზორიასთან, ხო? ანუ ამ ხელისუფლებას თავმოსაწონი არაფერში არ აქვს და მათ შორის ერთადერთი ერთი თუ ორი რაღაცა რაც ამბობენ, ჩვენ მაგალითად მედიას არ ვეხებით, ხო? ეხლა აღმოჩნდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იცის თქვენი მოლაპარაკების დეტალები. რაც თქვენ ძალიან კომპეტენტურად, ძალიან კარგად დაიჭირეთ, ასე ვთქვათ, ეს დეტალი, მას ეს კითხვა დაუშვით და მან აბსოლუტურად არადამაჯერებელი პასუხი გასცა, ხო? ფაქტი ის არის, რომ მოსმენებით დღეს გაცილებით მეტ ადამიანს უსმენენ. ფაქტი ის არის, რომ ციხეში დღეს იმის მაგივრად, რომ ადრე დაუშვათ ბადრაგი იყო მოძალადე და ამ ხელისუფლებამ მთავარი მოძალადე გაათავისუფლა პასუხისგებლობისგან, დღეს ქურდულმა სამყარომ დაიბრუნა სრულიად გავლენა ციხეებზე და ისინი უკვე ციხეებიდან გარეთ აბრუნებენ გავლენას და რაც თავარია ხელისუფლება იმ ეკონომიკური პრობლემების ფონზე, რომელიც დღეს გვაქვს და რომელსაც უბრალოდ ყველა ადამიანი თავის თავზე გრძნობს, იმის მაგივრად, რომ ეს პრობლემა აღიაროს, ერთი ხელისუფლება, ფორმალური ხელისუფლება ამბობს, რომ კრიზისის სახეზე არა გვაქვს, ხოლო არაფორმალურად რეალური მართველი პრობლემა თulis იმას, რომ ჩვენ თურმე არასწორ აქცენტებს ვამთ და ქმნის საკუთარ არხზე რაღაც ძალიან კომიკურ გადაცემას, რომლის მთავარი მიზანი არის, რომ რაღაც ვირტუალური რეალობა შექმნას, კრეატიული ანალიზი გააკეთოს, ეს მისი ციტატაა და სწორი აქცენტები დაუსვას საზოგადოებას. ანუ რომ ჩვენ თქვათ, რომ დაუშვათ დღეს თუ შუქი არ არის, ვიფიქროთ, რომ შეიძლება უარესაც ყოფილიყო და გუშინაც არ ყოფილიყო. ხო, შუქი, აი ესე მინიმალისტური მიდგომა უნდა ქონდეს ყველაფრისადმი. მან ასევე თქვა, რომ თურმე ის მოლოდინები, რომელიც საზოგადოებას აქვს ხელისუფლების მიმართ, ყოფილა არარეალისტური და 2 წელიწადში არ უნდა ვთხოვდეთ ხელისუფლებას იმას, რასაც 20 წელიწადი ჭირდება. მე შევახსენებ ყველას თქვენ მაყურებელს და მთელ საზოგადოებას, რომ ეს მოლოდინები ამ ადამიანმა შექმნა. როდესაც ამბობდა, რომ ის პირადად ამბობდა, რომ განახევრდებოდა გადასახადი გაზზე, გამესამედდებოდა გადასახადი ელექტროენერგიაზე, ბენზინის ფასი შემცირდებოდა ლარით, ეს უკვე ძალიან გაწვდა ეს თემები, მაგრამ და ის იზახდა, რომ ყველაფერს ის დააფინანსებდა საკუთარი ჯიბიდან. ხო? და დღეს იძახის, რომ თურმე ეს არარეალისტური მოლოდინები ყოფილა. სამწუხაროდ საქართველოს მოსახლეობამ აღმოაჩინა, რომ ეს ადამიანი არის ბოდიში, მაგრამ ჩვეულებრივი თაღლით. ბატონ ზაზა, თქვენ ფიქრობთ, რომ დღეს ის რეალობაა, რომ ხალხმა, რომელმაც უარი უთხრა ნაციონალურ მოძრაობას და ამხელა პროტესტი ქონდა 2012 წლის არჩევნების წინ, ისევ მობრუნდეს უკან ის ხელისუფლება? აი მე მაინტერესებს, რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს ხვალინდელი მიტინგი, თუ ეს არის უბრალოდ ძალის დემონსტრირება, დაუშვათ იგივე დასავლეთის დასანახად, საკუთარი მხარდამჭერების დასანახად და ასე შემდეგ. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ამ ქვეყანაში, რომ სააკაშვილის გუნდი ისევ მობრუნდეს? წერად თქვენ ეს კითხვას დაუშვით, მე თუ არ ვშტები ირმა ნადირაშვილსო, შესაძლებელი თუ არის თუ არა ნაციონალური მოძრაობა მოვიდეს ხელისუფლებაშიო და ქალბატონო ინგა დღეს ხელისუფლებაში არიან 1 და 2%-იანი პარტიები, რომელიც ივანიშვილმა შეკრა საერთო სიძულვილით და თავისი ფულით. ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც აქვს მყარი იდეოლოგია, რომელსაც ყავს თავისი მყარი ამორჩეველი, სრულად წარმოუდგენელია და არ მესმის კითხვა ასე რატო დგება, რატო არ შეიძლება მოbrunდეს ხელისუფლებაში. მაშინ, როდესაც ვიმეორებ 1 და 2%-იანი პარტიები არიან მოსული ხელისუფლებაში და ხალხის
ხალხის მანდატის გარეშე მანდატი ვისაც აქვს ის გადავიდა და კულისებს მიღმა, კანონს მიღმა, კულისებიდან უბრალოდ მართავს სიტუაციას, ხოლო ეს პარტიები დღეს არიან ხელისუფლებაში და ფორმალურად პასუხისგებლობა ამათ ეკისრებათ. ხო ეს ერთი. მეორე ფაქტი ის არის, რომ ახლა ნებისმიერ დემოკრატიაში ჩვენ თუ დემოკრატია გვინდა კონდეს და ეს ხელისუფლებაც კი იგივე ბატონ ლევანიზორიაც კი რომელმაც პასუხი ვერ გაგცათ იმაზე თუ საიდან ქონდა ინფორმაცია თქვენი გადაცემის პროდიუსერებისა და პოლიტიკოსების საუბრის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ სულ რაღაც 1-2 საათის წინ შედგა, ხო? ძალიან ოპერატიულად ხდება ეს მოსმენები და ინფორმაციების მიწოდება როგორც ჩანს, ხო? ამათი მიზანიც კი არის, რომ ჩვენ გქონდეს ევროპული ტიპის დემოკრატია და ევროპული ტიპის დემოკრატიაში ან თანამედროვე ტიპის დემოკრატიაში არავის არ მოუვა ისეთი გულუბრიყვილო არგუმენტი აზრად, რომ თქვას, რომ იცით რა ხალხმა გამოუტანა განაჩენი რესპუბლიკელებს და ამერიკაზე მაქვს საუბარი და ეხლა დემოკრატები მოვიდნენ ხელისუფლებაში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ რესპუბლიკელები მობრუნდნენ. ან პირიქით, რომ გამოუტანა განაჩენი დემოკრატებს და როგორ წარმოგიდგენიათ, რომ რესპუბლიკელები მობრუნდნენ, ხო? ეს არის დემოკრატიული პროცესის ნორმალური ნაწილი, როდესაც ხელისუფლება არ ივარგებს და ამ ხელისუფლებამ ცალსახად არ ივარგა, ხალხი უფლებამოსილია და ამას ხვალ გააკეთებს ის დაანახოს თავისი პრობლემა. თუ შეიძლება კიდე ერთს დავამატებდი, ის ანალოგია, რომელიც ძალიან ხშირად თვალნათელია დღევანდელ დღეს, არის ანალოგია და პირდაპირი პარალელი 2003 წელიწადთან, როდესაც იმ არჩევნების წინ იმ ხელისუფლების, შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიოდნენ პირდაპირ ეთერში და იმ ფონზე რომ არანაირი პოზიტივი არ ქონდათ საკუთარ აქტივში სალაპარაკოთ, ანუ იყო სრული კრახი, ეკონომიკური, პოლიტიკური, კრიმინალი თარეშობდა, კორუმპირებული იყო მთელი სისტემა და ასე შემდეგ, ისინი ამბობდნენ რომ მე კი ვერ ვივარგე როგორც ხელისუფლება, მაგრამ ესენი გინდათ? ის რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს ამ სამარცხვინო ამაზრზენი ჩვენებებით რუსთაველზე, ფოჩში თუ ზუგდიდში, ზუსტად ამას ნიშნავს ის, რომ ამბობს, რომ თურმე ეს ნაციონალობის პროვოკაცია ყოფილა, რომ ოფისი შემოიტყუეს ქართული, ასე ვთქვათ, ოცნების აქტივისტები და ასე შემდეგ, ზუსტად ამას ნიშნავს, რომ ხელისუფლება აღიარებს, რომ მას პოზიტიური თავის სასეკითოდ არაფერი არ აქვს. იძახის, რომ ეს ხალხი გინდათ და ამას დაგვანახებს ხალხი, მას რა უნდა როგორ უნდა და რისთვის უნდა. დიდი მადლობა ბატონ ზაზა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეს იყო ზაზა ბიბილაშვილი, პირდაპირ ეთერში გიორგი გურგულია გვერდება, მსახიობი, რომელიც იყო გუშინ საპროტესტო აქციის მონაწილე, იმ აქციის, რომელიც აპროტესტებდა ნაციონალების მიერ ხვალ დაგეგმილ მიტინგს. საღამო მშვიდობის ბატონ გიორგი, რა სიტყვით თქვენ მიდიხარ თუ არა 21 მარტის ნაციონალური მოძრაობის აქციაზე? ეს არის ჩვენი ინტერაქტივის მთავარი შეკითხვა. რა თქმა უნდა, მე არ მივდივარ და ქართულ მოსახლეობასაც ურჩევ, რომ არ წავიდნენ. ნაციონალურმა მოძრაობამ რომ თავისი შანსი გაუშვა, ის რომ მოსულიყო ახალი თაობა და ახალი მართლა თავის ხალხის მოყვარული მთავრობა ყოფილიყო, დაემკვიდრებინა სიყვარული ხალხში, დაამკვიდრა სიძულვილი, დაპატიმრებები პირადად ჩემი ოჯახიდანაც მეც დამიჭირეს შვილი და არ დატოვეს ოჯახი თითქმის, სადაც თითო ოჯახის წევრი მაინც არ ყავდათ დაპატიმრებული. ეს ეხლა რაზე ლაპარაკობდნენ დღეს უსმენდი და რაღაცა ტახტის ყიდვაზე და სასაცილოა რა, როცა თვითმფრინავებს ყიდულობდნენ და მსოფლიოს ქვეყანა არ დაუტოვებიათ და ზევიდან დროს ტარება და ანუ აღარ მოუყვები ახლა მე რაში ხდებოდა იქ ფული სტრიპტიზ ბარებში თუ რა სიამოვნებებში ერთ ტახტზე და ერთ სკამზე რო აქვს ახლა პრეტენზია მე ეს მაკვირვებს და მე რა ვიცი ეს პრეტენზია ბატონო გიორგი ხელისუფლების მიმართ რასაც ახლა აქ ისმენდით მაკვირვებსო რო ამბობდით არა მე წინა ხელისუფლებას რო აქ ეგ პრეტენზია ეგ მაკვირვებს დიახ იმიტომ რომ ნუ მე ხარ მინდა კონკრეტულად ვილაპარაკო რა თანხები იხარჯებოდა და საკუთარ თვითმფრინავებზე და საკუთარ დროსტარებებზე და ამერიკაში თუ სხვა ქვეყნებში ჩასვლებზე და სასტუმროებში და ასე შემდეგ გადახდილ თანხებზე ну ეს თუ დაინტერესდება მე ვინმე შეიძლება ის ძველი კადრები და ძველი დრო დავაბრუნოთ და ყველაფერს ნახავს რაში იხარჯებოდა და როგორ იხარჯებოდა ბატონო გიორგი, თქვენი აქციის მთავარი მიზანი რა იყო? ბევრს გაუკვირდა თქვენი გამოჩენა გუშინ აქციაზე, სადაც აპროტესტებდით ხვალისთვის დაგეგმილ მიტინგს ნაციონალური მოძრაობისას. რა არის თქვენი სათქმელი დღეს? რა გინდოდათ? ვისი თქმა გსურდათ ამ მიტინგზე? მე იმ მიტინგზეც გამოვედი და ვთქვი, რომ ქართველი ხალხი დაიღალა ჯერ ესეთი და
ცოდოა უკვე ამდენი პოლიტიკური გახლეჩილობით მე რაც თავისუფლებაზე დაიწყო საქართველოში საუბარი ზვიად გამსახურდიას პერიოდიდან გახლეჩილია საქართველო ორ ნაწილად და ეს გრძელდება იქიდან მოყოლებული დღესაც არიან თქვათ ნაციონალები და ასე შემდეგ გახლეჩილი საზოგადოება და ხალხი დაიღალა უბრალოდ 25 წელი რაც გარბაჩოვის მოსვლიდან და პერესტროიკის პერიოდიდან, რასაც მე ჩემი ნახევარი ცხოვრება, ერთი და იგივე ხდება, ერთი და იგივე ადგილას ვიკრიბებით, ერთი და იგივე ადგილას ხდება გაპროტესტება ერთი მთავრობის მეორეს მხრივ ოპოზიციის, რომელიც მერე მთავრობაში მოდის, მერე ასევე ის ხალხი, რომელიც თვითონ ოპოზიციაში ხდება და მე ვთვლი, რომ ქართველი ხალხი ცოდოა უბრალოდ ჯერ გავაპოლიტიზირეთ მთელი საზოგადოება მე ერთ რამეს ვთხოვ ყველა ქართველ ადამიანს რომ პოლიტიკური რა თქმა უნდა დამნაშავეები უნდა დაისაჯონ არა მარტო ამათ წლებში იმ ძველი პერიოდიდან მოყოლებული იმიტომ რომ ეს სინდრომი რომ ვიღაცეებს შერჩათ და არ დაესაჯენ და გრძელდება რომ ეს მეც შემრჩება და მეც შეიძლება მოვიდე მთავრობაში ფული გავიტაცო სახელმწიფო ფული შევჭამო და ეს მე ყველანაირად კი არა მე არ ვიცი ახლა სასამართლოებიდან ანთავისუფლებენ იმ დამნაშავეებს რომელზეც მთელი 10 წლის მანძილზე იყო რომ ეს ხალხი სადიზმით იყო დაკავებული და აი ეს სინდრომი თვითონ რომ ვიღაცეებს შერჩათ ანუ ადამიანებს მე ხალხი ძალიან ცოდოა ამ შემთხვევაში. დიდი მადლობა. ბატონო გიორგი, გაიმართება თუ არა ხვალ კონტრაქცია? ესაა ჩემი ბოლო კითხვა. დათო მაღრაძე ამბობდა რომ ცოცხებიც კი იდეა ქონდა რომ ცოცხებიც კი გადმოვფინოთო დაუშვათ ამ დღესთან დაკავშირებით ნაციონალებთან დაკავშირებით თქვენი შემადგენლობა რომელიც გუშინ მიტინგზე ვიხილეთ ამბობდა რომ არ აქვთ მათ უფლება რომ ჩაატარონ ხვალ დაგეგმილი აქცია ხვალ იგეგმება თუ არა თქვენი კონტრაქცია იმ ადამიანების ვინც გუშინ შეიკრიბეთ არა რა თქმა უნდა ჩვენი არაფერი არ იგეგმება ხვალ ჩვენ ინფორმებით არ ვიბძვით რითიც იბრძოდა ნაციონალური მოძრაობა ჩვენ ხალხის მხარეს ვიჭერთ და ჩვენ გვინდა პირველ რიგში ქართველი ხალხი იყოს ბედნიერი და ერთიანი. სხვა შორის დღეს ბედნიერების საერთაშორისო დღე ყოფილა მე არ ვიცი ესე იგი თქვენ გძნობ თუ არა თავს ბედნიერად თუმცა გისურვებთ რომ სულ ბედნიერი ყოფილიყავით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის მაშასე მიდიხართ თუ არა ხვალ ნაციონალური მოძრაობის აქციაზე 74,000-ზე მეტი ზარი არის ასეთი უპრეცედენტო რაოდენობა ზარების არ ყოფილა რეაქციაში უკვე 75-ს და რამდენიმე წუთში დებატებით ერთმანეთის პირისპირ სამეგრელოში ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების ლიდერები მანამდე კი გია სალუქვაძე პოლიტპატიმარი რომელიც იყო ავტორი იმ ფილმისა და იმ ჩვენებებისა რომელიც გაიმართა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მათ შორის უკვე თბილისშიც რუსთაველზე ბატონო გია რა სიტყვით ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით და ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ რამდენად გამართლებულად მიგაჩნია თქვენის ფაქტი რასაც მოყვა სკანდალი მესმის რომ თქვენ ბრძანდებით პოლიტპატიმარი მესმის თქვენი დაუშვათ დამოკიდებულება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ მაგრამ თავარი ამბავი რა უნდათ ბავშვებს ამ კადრების ჩვენებისას რა სიტყვით გისმენთ საღამო მშვიდობის მოგესალმებით ქალბატონო ინგა მესამები მაყურებელს თქვენი პირველი კითხვიდან დავიწყებ ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით მართალი გითხრათ ძალიან ნაკლებს ვფიქრობ ამ თემაზე არანაირ კონტრაქციაში ჩვენ არ მონაწილეობთ ჩვენი ორგანიზაცია ვინაიდან ვიცით რომ მაქსიმუმ რაც შეიძლება მათ შეკრიბონ ეს დიდი რაოდენობა არ იქნება და აქედან გამომდინარე ჩვენ არც ვაპირებთ ამ თემაზე ყურადღების გამახვილებას რაც შეეხება თემას რომელიც თქვენ წამოჭერით ამდენი ხანია მუსილებს საზოგადოებაში მე მინდა გითხრათ ქალბატონო ინგა რომ ჩვენ და სამწუხაროდ არც ერთმა ტელეკომპანიამ ან ჟურნალისტმა შიგნით რა ხდებოდა დარბაზში იმასთან დაკავშირებით როგორ მიიღო მაყურებელმა ეს ფილმი ასეთ არ გაშუქებოდა თუმცა ჩვენ
გადავიღეთ კამერებით და ამას აუცილებლად წავდგა საზოგადოებას. ფილმი, რომელიც არის ესეთი აჟიოტაჟი ატეხილი, აღებულია ძირითადად თქვენი ტელეკომპანიის კადრები, იმიტომ რომ 2007 წლამდე როცა ის თავისუფალი იყო, გადიოდა ეს კადრები, სხვათა შორის თქვენი და ოქროაშვილის სიუჟეტიც არის გამოყენებული. ანუ მეც ვარ ამ ფილმის მონაწილე? დიახ, მონაწილე არა თქვენ ეს კითხვასთან დაკავშირებით. გასაგებია მე. აქედან გამომდინარე, არაფერი იქ ისეთი, რომელიც დაუშვათ არ შეიძლება საჯარო სივრცეში მისი ჩვენება. არა, აქ საუბარი არის ბავშვები რატომ ესწრებოდნენ იმ წამების კადრების ჩვენებას. აი ეს კონკრეტული ჩემი შეკითხვა და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის. ჩემ დასამწუხაროდ თქვენც არ გინახავთ ალბათ ეს ფილმი. არა, მე არ მინახავს, უნდა ვაღიარო, მაგრამ ვიცი რაზეც არის ამ ფილმში. აი რა, ქალბატონო ინგა, ის რომ დაუშვათ ჰამერბერგის განცხადება, კეთრინ ეშტონის Amnesty International წამების კადრებზე ვსაუბრობ. რომელი წამების ბადრაგი როცა ცემს და მე ვიყავი ამის შემსწრე ციხეში, კარანტინის დაშლა? თქვენ იყავით ამის შემსწრე, თქვენ თავად იყავით იმ პერიოდში ციხეში. რა თქმა უნდა, ქალბატონო ინგა, მე ციხეში გავხდით კარგა ხანს და ის კარანტინის დაშლა მე ჩემი თვალით ამას ნანახი საკუთარ თავზე გამოცადე ეს ყველაფერი და რატომ იჯექით ბატონო გია და რას ნიშნავს საკუთარ თავზე გამოცადეთ? თქვენ შეგეხოთ ის წამების ამბები რაც ხდებოდა? მე დამაპატიმრეს 2011 წელს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით 353 მუხლით და ბრალდება იყო ასეთი შინაარსის რომ 9 სანტიმეტრსა და 2 მილიმეტრზე ჩამოახიე ჟილეტი პოლიციელს გაუწია წინააღმდეგობა მაგრამ მიაქციეთ ყურადღება 9 პირი ვართ გასამართლებული ამ ბრალდებით ოღონდ სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა ადგილას ყველა 9 სანტიმეტრსა და 2 მილიმეტრზე გვაქვს ჩამოხეული ჟილეტი ჰამერბერგმა თავის მოხსენებაში ეს ამაზე აღნიშნა რომ შეუძლებელია ამ მსგავსი ქმედება სხვა დროში და სივრცეში ანუ ეს იყო შეთითხრილი ბრალდებები და როცა ციხეში მივიყვანეს 21 დღე გახდით ეგრეთ წოდებულ ფუქსებში და ეს ყველაფერი ჩემი თვალით ამახნანახი ერთი წელიწადი იქ გახდით შემდგომ სხვანაირად ამიყვანეს სხვათა შორის მერაბქარაია იქნება ხშირად ამბობენ ხოლმე რომ დადგმულიაო ეს ციხის კადრები რა სიტყვით თქვენ ბატონო გია და დაგემშვიდობებით დადგმული კი არ არის ქალბატონო ინგა ეს არის რეალობა რომელიც ხდებოდა და ეს გადაღებული რაც იყო თვითონ ადმინისტრაციის მთელი შემადგენლობა როცა ურტყავდა ამას ეს მფარული კამერით არის ზუსტად ეს იყო სისტემური დანაშაული მე თუ შეიძლება შევეხები ბავშვების ერთი სიტყვით მოკლედ ძანე დიახ ჩვენ პირველი აქცია ჩავატარეთ ბათუმში და ის აბსოლუტურად გაშუქდა კიდევაც პირველი არხითა და აჭარის ტელევიზიით და როცა ნაციონალური მოძრაობამ დაინახა რომ ესე იგი რა აჟიოტაჟი მოყვა მოსახლეობაში, სწორედ მაშინ დაიგეგმა ეს ზაგრული გეგმა თავისუფალი ზონასთან ერთად, რომელიც შემოგზავნილი იყო ის ბავშვები კინოდარბაზში და თვითონ ფოთელებმა გამოამჟღავნეს და ანუ ეს არ იყო საგანგებოდ სკოლებისგან მიღებული ბავშვებისთვის დავალება მასწავლებლებისთვის რომ ბავშვები უნდა დასწრებოდნენ ამ ფილმის ჩვენებას? მე ხა თქვენ გისმენთ და თქვენ ხო ვერ აკონტროლებთ შემოსულ ზარებს. ისე ვერ ვაკონტროლებდი მეც დარბაზში შემოსულ ადამიანებს, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით თბილისიდან ორგანიზატორები, ხოლო იქ ვეხმარებოდნენ პოლიტიკური პატიმრები, რეპრესირებულები. ასე რომ შეიძლება მოხვედრილიყვნენ ბავშვები, თუმცა არანაირი ჩვენი სურვილი იქ არ იყო. ჩვენი სურვილი იყო გვემხილებინა სააკაშვილის 9 წლიანი რეჟიმის სისხლიანი და შეგვეხსენებინა საზოგადოებისთვის, რას აკეთებდნენ ისინი ამ ხნის განმავლობაში. ინტერესი ძალიან დიდი იყო ქალბატონიდან, ამას ვაგრძელებთ ჩვენ, ყველა რაიონში ჩავალთ, ყველას ვანახებთ ამ ფილმს. დიდი მადლობა ბატონო გია, ეს იყო გია სალუქვაძე, მასზე დებატებით სამეგრელოდან თენგიზ გუნავა და მერაბ ხვარაია, ხვალინდელი პოლიტიკურად მძიმე შაბათის წინ რეკლამის შემდეგ არ გადართოთ ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების ზუგდიდიდან ლიდერები. რეაქცია განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას, მას ასე მიდიხარ თუ არა ნაციონალური მოძრაობის აქციაზე, როგორც ჩანს ეს თემა მართლა ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია ჩვენს მაყურებელს, მათ ვინც ფიქრობს, რომ უნდა წავიდეს ან არ უნდა წავიდეს პრინციპულად 77,000-ზე მეტი ზარი არის, უნდა ვთქვა, რომ რეაქციის ეთერში მუშაობის პერიოდში არასოდეს ასეთი რაოდენობის ზარები არ შემოსულა და მეორე მთავარი თემა, უпростоრედ ერთი მთავარი თემა და ორი ეპიცენტრი პოლიტიკური პროცესებისა, რომელიც
უკავშირდება სწორედ ხვალინდელ მიტინგს სამეგრელო და კონკრეტულად ზუგდიდი მერაბ ქვარაია ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე და ყოფილი გუბერნატორი ბატონი თენგიზ გუნავა გვერდთვებიან პირდაპირ ეთერში საღამომშვიდობის ბატონო მერაბ დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობის საღამომშვიდობის ბატონო თენგიზ მაშასე ეპიცენტრი იყო ზუგდიდი რა სიტყვით ბატონო მერაბ ხვალინდელი აქცია რომლითაც ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს გადადგეს ხელისუფლება ზუგდიდიდან დაიწყო რეალურად დაპირისპირების მთელი ეს პროცესი რა სიტუაციაა დღეს ზუგდიდში ინგა ყველაზე დიდ რაოდენობას მხარდამჭერებისას როგორც ამბობენ ნაციონალური მოძრაობა სწორედ სამეგრელოდან ელოდება ხვალინდელ აქციაზე ინგა უპირველეს ყოვლისა დღეს როგორც აღენიშნა არის ბედნიერების დღე და მე მინდა მოგილოცოთ ყველას ერთ დღე გისურვოთ რომ ბედნიერება მინდა ჩემს ერს და ჩემს ქვეყანას დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა ასე ბედნიერი ხართ ბატონო თქვენ ბედნიერი ხართ ჩვენ ყველას გვაქვს შანსი ვიყოთ ბედნიერები და ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ვიყოთ ბედნიერები რაც შეეხება ინგა ხვალინდელ აქციას ჩვენ აქ მოვისმინეთ შენი შეფასება როდესაც ახსენე მძიმე პოლიტიკური შაბათი მე მინდა გითხრათ რომ ყველას ერთდროულად გაგვეღიმა ვინც აქ ვიყავით ოთახში იმიტომ რომ არანაირი მძიმე პოლიტიკური შაბათი ხვალ მერწმუნე რომ არ იქნება ხვალ ქართველი ხალხისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის, ხელისუფლებისთვის ნამდვილად არ იქნება არანაირი სიმძიმე სირთულე, არ იქნება იმ ადამიანებისთვისაც, ვინც გადაწყვეტენ, მათ თავისუფლად შეეძლებათ მერწმუნე მისვლა, დაფიქსირება თავის აზრით, მაგრამ ხვალინდელი დღე ნამდვილად მძიმე იქნება იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც დააფიქსირებს და დაინახავს კიდევ ერთხელ, რომ მის გვერდში ქართველი ხალხი და ქართველი მოსახლეობა არ არის. მეტიც მე გეტყვით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი კრახი, პრაქტიკულად ფიასკო ნაციონალური მოძრაობისა და დასრულება იმ ვერდიქტისა, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოუტანა ამ მოძრაობას ერთხელ და სამუდამოდ. თქვენ ფიქრობთ, რომ იქნება კრახი, რა ფორმით იქნება კრახი, ანუ რა ეს კრახი გამოიხატება, მე დავაზუსტები ინგა, მე დარწმუნებული ვარ ამაში. ეს იქნება კრახი იქნება გამოხატული მხარდამჭერთა სიმცირეში. რა მაძლევს ამის თქმის უფლებას? მე თამამად გეტყვით, ამის თქმის უფლებას მაძლევს გუშინ ზუგდიდში ჩატარებული ნაციონალური მოძრაობის აქცია, რომელზეც რამოდენიმე ადამიანი, რამოდენიმე დეპუტატი იყო ჩამოსული, ისინი რამოდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდნენ, რომ ეს აქცია შემდგარიყო. იმედია პიროვნულ წყევაში არ ჩამithulis არავინ, მაგრამ ზუგდიდში ესეთი ხუმრობაც კი გაჩნდა პიკნიკზე, მეგობრებო, პიკნიკზე უფრო მეტი ადამიანი იკრიბება, ვიდრე ამ აქციაზე. ეს იყო რამოდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარი აქცია. და სწორედ ეს ფაქტი იძლევა იმის თამამად თქმის უფლებას, რომ ხვალინდელი აქცია იქნება ნაციონალური მოძრაობის ხვალინდელი აქცია, იქნება ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის დასასრული და ისინი კიდევ ერთხელ დაინახავენ, რომ მოიმკეს ის, რაც მოიმკეს და ქართული საზოგადოება მათ გვერდში არ დგას. კარგით, მოდით მე მოусმენ, თუ შეიძლება თქვენებართვით ბატონ თენგის საღამომშვიდობის. ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. რასელი თქვენ საკრებულოს თავმჯდომარე ქართული ოცნების ადგილობრივი ლიდერი ამბობს, რომ ხვალ იგი ელოდება ნაციონალური მოძრაობის კრახს. რას ელოდებით თქვენ საღამომშვიდობის? საღამომშვიდობის, მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს. მე მინდა უთხრა, რომ ბატონ ქვარაიას მათი ასე ვთქვათ ეს განცხადება, რაც აღნიშნეს, რომ მძიმე დღე იქნება ნაციონალურ მოძრაობას, პირიქით არის, ბუნებრივია და მძიმე დღეები ქონდა ქართულ ოცნებას და ეს სახეზე იყო. გახსოვთ და ყველას ახსოვს, ეს კინოჩვენებებიდან დაწყებული, გაფრთხილებული მასწავლებლები, გაფრთხილებული სკოლის დირექტორები, მოსწავლეების მიყვანა ამ კინოჩვენებებზე, ასე ვთქვათ, თავიანთი მოსაზრებით თითქოს ძალადობას გმობდნენ და სინამდვილეში უკვე საჯარო მოხელეებით გაავიჭებული ადამიანები მიუვარდნენ არასამთავრობო ორგანიზაციას ოფისში და ასევე ნაციონალური მოძრაობის ოფისზე. მე პირდები მერაბ ქორაიას სრულიად საქართველოს სამეგრელოს სოლიდურად იქნება წარმოდგენილი ხვალ თბილისში 21 მარტი არის ის დღე, როდესაც ჩვენ ერთ მუშტად შევიკრებით და კიდევ ერთხელ ვეტყვით ამ უსაქმურ და უნიათო ხელისუფლებას, რომ უნდა გადადგეს და თქვენ ელოდებით ბევრ მხარდამჭერს სამეგრელოდან, რომელიც ინტერაქტივი მოწმობს, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რა თქმა უნდა, მიუხედავად ამ ზეწოლისა, შანტაჟისა, რასაც ხელისუფლება ახორციელებს სხვადასხვა სტრუქტურების მეშვეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურების დანაყოფების დღეს რამოდენიმე ასე ვთქვათ სამართლებრივი გააფრთხილეს, მაგრამ ჩვენ გქონდა და ვიცოდით ეგ წინასწარ ბუნებრივია და
ჩვენ გქონდა მომზადებული მეორე გეგმა, რა გეგმითაც ჩვენ პრაქტიკულად წავიყვანთ ამ ხალხს, არავის არ დავტოვეთ, ვისაც უნდა აქციაში მონაწილეობის მიღება, ვინც თვლის, რომ ხელისუფლება უსაქმურია და უნიათოა. დღეს ხელისუფლება იმართება ერთი შუშის სასახლიდან, მე სხვა ვერაფერს ვერ დავარკვევ, მმართველობის ესეთი ფორმა ერთი გამიგია ლიბიაში, მუამარ კადაფი იყო ესეთი პიროვნება და თქვენი იცით მან როგორ დაასრულა ყველაფერი და მეორე არის ბიძინა ივანიშვილი, ალბათ ახლა შედარებისთვის შეიძლება ახლა წონაში და სიმაღლეში სხვადასხვა იყვნენ ეს ადამიანები, მაგრამ პრაქტიკულად ერთი მმართველობა არის და მე ძალიან ვწუხარ რომ ამ მდგომარეობაში მივიდა ჩვენი ქვეყანა. ძალიან ხომ არ აზვიადებს ბატონეთის მოდი ძალიან ბევრი ადამიანი. არა. არ ვაზვიადებ აბსოლუტურად, ეს თქვენ შეგიძლიათ თვითონ მოსახლეობაში გახვიდეთ და კითხოთ თუ რა მდგომარეობა, რა ეკონომიური სიდუხჭირეა, დღეს ხელისუფლება იყენებს საჯარო მოხელეებს იმისათვის რომ მიუვარდნენ ოფისებს, ხელკეთებით, ჯოხებით, ქვებით და ეს ახალგაზრდები, ვინც ახალისა ხელისუფლებამ ძალადობაზე, ხო, ეს პასუხისმგებლობა ეკისრება მთლიანად ბიძინა ივანიშვილს და მის მარიონეტ მთავრობაზე ხელდასმულ ღარიბაში. მადლობთ ბატონო, ეკითხავი ჩვენთან თუ შეიძლება ბატონო თენგიზ მე ისევ მერაბ ხვარაიასთან გადავალ შეკითხვით. კადაფშია და რა ამ წუთას ბიძინა ივანიშვილი, თქვენი კოალიციის ლიდერი, ყოფილმა გუბერნატორმა რა სიტყვით ბატონო? მმართველობის ეს ფორმა რაც დღეს ხდება საქართველოში, ეს არის ანალოგი, რომ ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული, უპატივცემულო დამოკიდებულება ზოგადად. სწორედ აი ამ დამოკიდებულებებმა, აი ესეთმა შეფასებებმა, აი ესეთმა უპასუხისმგებლო განცხადებებმა, მოქმედებებმა მიიყვანა ნაციონალური მოძრაობა იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაში დღეს იმყოფება. ჯერაც ვერაცნობიერებენ ეს ადამიანები რა სჭირთ. ნუ საერთოდ შედარება როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრო, აქ და შეადარო რომელიმე ლიდერს ნაციონალური მოძრაობიდან ან რომელიმე პიროვნებას ნაციონალური მოძრაობა აი ესეთმა არასერიოზულმა მიდგომებმა ეს უნდა გააცნობიერონ მათ. ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავინახეთ როლანდ ახალაია, ოლქის პროკურორი, რომელიც იდგა სამი შვილის, სამი ვაჟიშვილის არესმის თქვენი ხამერა არა ისე რომ თქვენ საგრეგულოს თავმჯდომარე და იდგა და ჯოხებით შეიარაღებული ადამიანები უვარდები ოპოზიციური პარტიის მამას ოფისებს და არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებს მათ შორის თქვენ გააკეთეთ ის რაც არასოდეს არ მომხდარა ზუდის თქვენ მიუვარდით ოჯახს იმ ოჯახს რომელსაც ერთი შვილი დაბადებული ყავს და მერაბ ეხავე მოგცემ სიტყვას დაასრულეთ ბატონო მეორე შვილი დევნილია საქართველოსთან მესამ თვითონ ამ პიროვნებაზე საქმე არის აღზრული და დღეს თქვენ ნახეთ ნათელი მაგალითი სადაც ის ადამიანი გამართდა ბატონო მერაბ თქვენ არ უნდა გეკადრებიათ ეს ყველაფერი მართალია მე ხედავ რომ თქვენ დავალება მიიღეთ და პირნათლად მადლობთ ბატონო თენგიზ მოდით მერაბ ხვარაიას მოუსმინოთ ზუგდიდმა ძალიან კარგად იცის ვინ არის და როგორ არის და როგორ ვითარდებოდა ეს კარგით მოდით მოусმინოთ საკრებულოს თავმჯდომარეს და ისევ მოგცემთ სიტყვას ბატონო თენგიზ თუ შეიძლება გისმენთ ბატონო მერაბ მე დავასრულებ იმაზე საუბარს თუ რა ხდებოდა თელმა საქართველოს მიხილა ეს კადრები როგორ მიმართავდა ყოფილი ოლქის პროკურორი როგორ ემუქრებოდა დაჭერით ადამიანებს იქ დღესაც კი როგორ მიმართავდა ახალგაზრდა კაცს სამი შვილის მამას ეს თელმა ქვეყანამ დაინახა და დაინახა ასევე მისი რეაქცია თაზოფ ასოციაციას დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ მისი წესიერება მისი პატიოსნება და ეს არის ძალიან სიმბოლური შედარება ერთ მხარეს იდგა ნაციონალური მოძრაობა თავისი წარსულით და მეორე მხარეს იდგა ქართველი ხალხი თავისი მომავლით რაც შეეხება იმას რომ როლანდ ახალაია გამართლა მე გეტყვით მე გავიგე ეს ინფორმაცია დღეს და სიმართლე გითხრათ არანაირი ემოცია არ მქონია რატომ ჩავიხედოთ რას ნიშნავს ეს ჯერ ეს არ მქონია რატომღაც არ მქონია შესაძლოა ეს იყო წმინდა ადამიანური სიბრალური ჩვენი ტრაგედია იყო ის რომ ეს ადამიანი მისი ფსიქიკით, მისი დამოკიდებულებით 9 წლის განმავლობაში იყო პრაქტიკულად მართველი, უზურპატორი სამეგრელოსი, აი ეს იყო ტრაგედია. თორემ დღევანდელი მისი მდგომარეობა მართლა სიბრალურს იმსახურებს შესაძლოა. მე გეტყვით, ინგა, ჩავიხედოთ, რას ნიშნავს ეს. წლების განმავლობაში 6 წელიწად ნახევარი დაახლოებით, კი არა და ზუსტად მე გავატარე საქართველოს ციხე საპატიმროებში. არაერთი ადამიანი მინახავს თუ რა მდგომარეობაში აგდებდა მათ ეს ხელისუფლება. გამართლების პროცენტი 1000-დან 1 ადამიანი იყო ინგა მაშინ
და ეს ერთიც როგორი რის ხარჯზე ხდებოდა ეს გამარჩება, ეგეც არავინ არ იცის. დღეს როლანდ ახალაია გამართლებულია. ეგ არაფერს არ ნიშნავს. მე მას მინდა უთხრა, რომ მას ყავს გაცილებით მძიმე ბრალმდებელი. მას ყავს ბრალმდებლად საქართველოს მოსახლეობა, მას ყავს ბრალმდებლად სამეგრელო ზემო სვანეთის მოსახლეობა, რომელსაც 9 წლის განმავლობაში ატერორებდნენ. იგი არის მხილებული სისასტიკეში, გულგრილობაში, ცინიზმში, შერჩევით სამართალში. ეს ადამიანი მხილებულია არჩევნების გაყალბებაში და მიტაცებულ მანდატში. მას ამისთვის სამწუხაროდ ქართველი ხალხის წინაშე უწევს პასუხისგება. ის დღეს იწოდება ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად. ადამიანი, რომელიც თავის ხალხთან ვერ ჩდება, ეს არის ყველაზე სასტიკი განაჩენი, რომელიც მას დღეს აქვს. მოდით მოусმინოთ ბატონ თენგიზ და ისევ დაგიბრუნდებით. ბატონ მერაბ, იმიტომ რომ თქვენ არ გესმით ერთმანეთის. მე არ მინდა ახლა პიროვნულ რაღაცებს შევეხო. ბატონი ქვარაი ამბობს, რომ თითქოს პოლიტიკური პატიმარი, თითქოს ზეწოლად განიცი და არავითარ შემთხვევაში მე ძალიან კარგად ვიცი და ეს სინდისზე არის, თუ ეს ასე აღნიშნავს ამ ყველაფერს, ასე ვთქვათ, ის საჯაროს იხდი და იცი თქვენ თაღლითობაზე და იყო საგასახადო სამსახურის მოადგილე ამის გამო, ბუნებრივია დანარჩენი ახლა რაც შეეხება მოვარდნებს იგივე ოჯახთან მიმართებაში, განვაცხადა კიდევ ერთხელ მაჟორიტარი დეპუტატის ოჯახზე იყო მივარდნა, ეს კინოჩვენების შემდეგ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო, სცენარი განვითარდა ესე, შემდგომ უკვე გადმოინაცვლეს მე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისზე და ნაციონალური მოძრაობის ოფისზე და იცით თქვენ რომ რა მდგომარეობა იყო ხელკეთები და არის კადრები ამისი, საიდან გამოქონდათ ეს ხელკეთები, რომ ყველა იყო საჯარო მოხელე. დღეს ხელისუფლება საჯარო მოხელეებს იყენებს აი ამ ძალადობრივი მეთოდები. ასე რომ უკვე რესურსი აღარ აქვს, გაკოტრებულია ეს ხელისუფლება და ამისი პასუხი და დასტური იქნება ზუსტად ხვალინდელი დღე. ხვალინდელი დღე ძალიან ბევრი ადამიანი პროტესტს გამოცხადებს ამ ხელისუფლებას, რომ თვითონ რა თქმა უნდა პირველ ჩვენი მოთხოვნა ის არის, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. მთავრობა უნდა გადადგეს. რა თქმა უნდა და ბუნებრივია ეს ადამიანები ვინც ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე დღეს წარმოაჩენენ თავიანთ თავს და უბიძგებენ იმ ადამიანებს ძალადობისკენ, ესენიც ბუნებრივია ახლო მომავალში გაუყვებიან თავიანთ გზას. დიდი მადლობა ბატონ თენგიზ, გემშვიდობებით და ბოლო კითხვა მექნება ბატონ მერაბთან. ბატონ მერაბ, ბოლოს გეკითხები ძალიან მოკლედ რომ მიპასუხოთ. დიახ, თუ შეგიძლიათ მითხრათ, აი ის მთავარი ბრალდება, რაც სამეგრელოში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით აქ თქვენს ოპონენტებს რატომ მონაწილეობდნენ იმ ჯგუფში, იმ დარბევაში საჯარო მოხელეები და დაგემშვიდობებით. ინგა პირდაპირ გეტყვი, არაერთი ტირაჟირება სიცრუის, ეხლა მე არ მინდა უხერხულო მდგომარეობაში ჩაგაყენო თქვენი ტელევიზია, მაგრამ თქვენი კოლეგა ტელევიზიიდან ისეთი ტირაჟირება ხდებოდა საშინელი არ გვინდა რა სხვა ტელევიზიებზე ძალიან ხოთ და მე ამიტომაც არ ვისაუბრებ, უბრალოდ ვიტყვი, ინგა რომ ესე იგი, ჯერ ეს ერთი გუბერნატორის მოადგილის ყოფნა მტკნარი სიცრუე, რომელიც არანაირად არ დასტურდება. ეს დღე გადაღებული არაერთი კამერით, ლამის ჰოლივუდური მრავალფეროვნებით არის ყველა დეტალი, ყველა კადრი. კარგად ჩანს არასამთავრობო ორგანიზაცია, სადაც არიან ხის ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანები. როგორც ამბობენ, აკაციის ხის ხელკეტებით და ეს არსებობს თვითონ ეს და შეიძლება ამის დადასტურება. რა საჭირო იყო არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში მასიური შეიარაღება ბატონ მერაბ, ერთ კითხვას დაგისვა და დაგემშვიდობებით. სუსი აშინებს რეგიონებში მოსახლეობას, რომ ისინი არ ჩავიდნენ ხვალისთვის დაგეგმილ აქციაზეო. ამას ამბობენ თქვენი ოპონენტები. რა სიტყვით ამ ბრალდებას? არამც და არამც ეს არასერიოზული ინფორმაცია. ინგა, მე გეტყვით ერთ რამეს. მე დღეს სამწუხაროდ დაკავებულობის გამო გასული ვიყავი ქალაქიდან საქმიანი ვიზიტით, ამის გამო ვერ შევძელი დასწრება აქციაზე, რომელიც მოაწყო ისევ და ისევ საზოგადოებრივი აზრის დარბაზმა. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ კადრები, რა ხდებოდა დღეს ზუგდიდში. დღეს ინტელიგენცია, სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები კიდევ ერთხელ გამოვიდნენ. ეს საზოგადოება, ის საზოგადოებაა, რომელმაც ძალიან გონივრულად, კანონზომიერ, ლოგიკურ ბოლომ დასასრულამდე მიიყვანა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური კარიერა. ქართველი ხალხი უკვე რამოდენიმე წელია პრესინგში ამყოფებს ამ მოძრაობას. მე ჰიუგოს სიტყვები მახსენდება და მისი პერიფრაზი მინდა ვთქვა, რომ წერას, რომელსაც ორივე ფრთები მომტრეული აქვს, არ უნდა მიეცეს კლანჭების გამოვლენის საშუალება და ზუსტად ამას აკეთებს ქართველი ხალხი და ამის
ნათელი გამოხატულება იქნება ხვალინდელი დღე, არანაირი ღრუბლიანი, ინგა როგორც თქვენ ანონსში იყო, ღრუბლიანი პოლიტიკა არ არის, ღრუბელი არის ერთადერთი მოძრაობის თავზე, ეს არის ნაციონალური მოძრაობა და ეს ღრუბელი მათ თავისი მოქმედებით, მოღვაწეობით დაიგროვა. აი ეს არის სხვა არაფერი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, ეს იყო მერაბ ქვარაია, საკრებულოს თავმჯდომარე და ყოფილი გუბერნატორი სამეგრელოში, ბატონი უკაცრავად არა მე მეგონა რომ ისევ აღდგა ხაზი ზუგდიდან დიახ და სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ბატონი თენგიზ გუნავა მე მათ ვემშვიდობები დღეს კი დასმული ქონდა ინტერაქტივში ასეთი შეკითხვა მიდიხარ თუ არა ხვალ ნაციონალური მოძრაობის აქციაზე ვიტყვი რომ უპრეცედენტო რაოდენობის ზარები შემოვიდა 79623 ზარი არის დაფიქსირებული ამ წუთას ინტერაქტივში აქედან 48847 ამბობს რომ არა 20827 ამბობს რომ მიდის აქციაზე. ვნახოთ როგორ განვითარდება ხვალ მოვლენები. ბედნიერების საერთაშორისო დღე იყო უკვე 12-ს გადავწდით გუშინ, ვიტყვი და გისურვებთ რომ ყველანი იყოთ ბედნიერები. ხვალ კი მიტინგზე განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ კვირას ერთმანეთს შევხვდებით უკვე კვირას საღამოს 8-ზე იმედის კვირაში. ძალიან საინტერესო თემებს გიმზადებთ. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად ნახვამდის.